დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ საქართველოში განვითარებული ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში კულტურული პარტიკულარიზმისა და სეპარატიზმის იდეა, რომელსაც ყავდა თავისი მიმდევრები, ეს იყო თავისთავად კრემლიდან მომდინარე პოლიტიკური მიზანი, რათა საქართველოს კუთხვებად დანაწევრება და თავისთავად ამის საფრთხე ყოველთვის არსებობდა და დღეს მით უფრო ძალიან გამძაფრებულია დღევანდელ საქართველოში მდგომარეობა. აქედან გამომდინარე მე მოვიხმობდი სეპარატისტების ისაკი ჟვანიას, შემდეგ მისი მიმდევრის გრიგოლ ჟვანიას მე-20 საუკუნეში უკვე მე-20 საუკუნის ბოლოსთვის, რომელიც მკაცრად და კატეგორიულად იცავდა ამ სეპარატისტულ იდეას, რომლის მთავარი მიზანი იყო კრემლის ჩანაფიქრის განხორციელება საქართველოში. არც თუ შორს ვართ ჩვენ ამისგან. აქ უკვე ისეთი ძალები არის შარეული, რომ ნამდვილად საქართველოს ძალიან დიდი უბსკრულის წინაშე დგას, რომელსაც ემუქრება ფაქტობრივად მე ასე ვიტყოდი, რომ განადგურება. ეს არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის ნათქვამი იმის გამო, რომ რაღაცის მიზნით დაინტერესებული ვარ მე, რომ გავამწვავო ურთიერთობა, არავითარ შემთხვევაში პირიქით მე, რადგან ხილებას ვეწევი ყოველივე იმისა, რაც დაბეჭდილა გასულ წლებში, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება დღევანდელ საქართველოში გამაფებულ დღევანდელ წესრიგს და იმ თავისუფლების ინსტიტუტის იდეას, რომელიც საქართველოში ფეხმოკიდებული არის ძალიან მწვავედ და ძალიან მძიმედ. აქედან გამომდინარე, მე საჭიროდ მივიჩნიე, რომ ყველას შევახსენო ზვიად გამსახურდიას წერილი სამეგრელო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ისაკი ჟვანიას იდეას და მის მიმართულებას და შემდგომ უკვე ამას გავაგრძელებ, რადგან მე ამან გამოხმაურება ჰპოვა. აქ იყვნენ ამ იდეის გამგრძელებლები ასევე ეგრეთ წოდებული ვითომ მეცნიერი ბჭყალებში რასაკვირველია გრიგოლ ჟვანია და თავისთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქემ ბატონმა მელორ სტურუამაც კი არ მოითმინა მათი ასეთი აღვირახსნილი, მე ჟვანიას გულისხმობ, გრიგოლ ჟვანიას გულისხმობ, მისი ასეთი აღვირახსნილი ქმედება, რომელიც პირდაპირ ასახიერებდა და ახორციელებდა იმ გზისკენ მიხავდა საქართველო, რომელიც ჩაფიქრებული იყო კრემლში, ასე რომ მისი მხილება ადიდანვე დაიწყო, ჯერ კიდევ კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, ჩვენი დიდი მეცნიერები, ასე რომ მოდით პავლე ინგოროყვა და მოდით გავეცნოთ იმ საკითხს, რომელიც არც და არამც არ მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მტრებს, რომლებსაც ეს აქვს ჩაფიქრებული, რომ დაპირისპირება და ის სეპარატისტული ქმედებები, რომელიც უკვე განხორციელებადი გახდა საქართველოს საკმაოდ ჩვენთვის ყველასათვის ცნობილ ტერიტორიებზე, რომ სამეგრელოს ტერიტორიაზეც არ მოხდეს იგივე, მით უმეტეს უკვე მომიჯნავე ტერიტორია გახლავთ აფხაზეთისა. სამეგრელოს საკითხი გაზეთი ლიტერატურული საქართველო საერთაშორისო ეს არის გამოქვეყნებული 3 ნოემბერს 1999 წლისა. სამეგრელოს საკითხი ისაკი ჟვანია და სამეგრელოს ავტონომია ზვიად გამსახურდია. თანამედროვე საქართველოში მწვავედ დგას კულტურული პარტიკულარიზმისა და სეპარატიზმის პრობლემა, რომელსაც ჩვენი მტრები ყოველთვის აღვივებდნენ და ართულებდნენ. მე-19 საუკუნის შავ-რაზმული რუსიფიკატორები ყოველთვის ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ აფხაზური, მეგრული, სვანური, მუსულმანურ-მესხური სეპარატიზმისათვის, რისთვისაც ისინი მიმართავდნენ სხვადასხვა მეთოდებს. ამ მცირე ტომებისათვის ანბანის შექმნას, წირვა-ლოცვის შემოღებას, მათ ენაკავებზე, ხოლო მესხეთში ხელს უწყობდნენ მუსულმანობის გაძლიერებას, თურქული ენის გაბატონებას, აჭრელებდნენ მესხეთის ტერიტორიას,
არაქართული მოსახლეობით, რითაც ნიადაგს უმზადებდნენ საქართველოს საბოლოო დანაწევრებასა და ასიმილაციას. მომდევნო პერიოდში ეს ტაქტიკა დაიხვეწა და შეიცვალა. საბჭოთა პერიოდში ნათელი ხდება, რომ იგივე საქმე გრძელდება უკვე ქართველების ხელით, რომელთაგან უმრავლესობა თანამდებობის პირებია. ბჭყალებში სამეგრელოს საკითხი ბჭყალები დახურულია, რომელიც თავდაპირველად შავრაზმელებმა, ვოსტორგონოვმა, იაკოვსკიმ და სხვებმა წამოაყენეს, ახლებურად განავითარა მე-20-იან და 30-იან წლებში ზუგდიდის სამაზრო პარტიული კომიტეტის ბჭყალებში, რასაკვირველია, ამასთან მინიშნება არის იმჟამად იყო ისე იმჟამად რაიკომები ჯერ არ არსებობდა და აქ არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო სამაზრო პარტიული კომიტეტის სახით იყო ეს წარმოდგენილი პირველმა მდივანმა ისაკი ჟვანიამ, რომელმაც ბევრი იბრძოლა ამ მიმართულებით და ბოლოს თავისი გამოცდილება შეაჯამა რუსულ ენაზე დაწერილ სპეციალურ წიგნში, რომელიც დღესაც ვრცელდება სამეგრელოში ხელნაწერის სახით. ამ წიგნის მიზანია საზოგადოების დარწმუნება იმაში, თვითონ სამეგრელო ისეთივე ცალკე ეროვნული ერთეულია, როგორც ოსეთი, აფხაზეთი, აჭარა, ძახილის ნიშნით არის ეს მინიშნეული და უკაცრავად და ასე შემდეგ. და რომ მეგრელები იმსახურებენ ავტონომიას, ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილი პატარა ხალხები. ამასთან დაკავშირებით ისაკი ჟვანია წერს, ბჭყალები გახსნილია აფხაზეთი, ოსეთი და სხვა პატარა ხალხები. ამიერკავკასიისა იყო არენა ორი ნაციონალიზმის ბრძოლისა, ქართულისა და რუსულისა. სოვეტიზაციამდე ამ ბრძოლაში ჩასმული იყვნენ სამეგრელოს თავადაზნაურობა, სასულიერო წოდება და უმაღლესი ინტელიგენცია. ფრჩილები გახსნილია იურისტები, ექიმები, აგრონომები და ასე შემდეგ ფრჩილები დახურულია, რომელნიც მთლიანად დადგნენ ქართული ნაციონალიზმის მხარეზე. ბჭყალები დახურულია. ბჭყალები გახსნილია ქართველი ინტელიგენტ ნაციონალისტები და ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის მეთაურობით იხილეთ ფრჩილები გახსნილია. მისი რეაქციული შოვინისტური წერილი პირველ დაწყებით სკოლებში მეგრული ენის შემოღების წინააღმდეგ ბჭყალებში პეტერბურგსკი ვედომოსტი, ეს არის წიგნი სპეციალური, რომელიც გამოიცა 1903 წელს ვარიანელის ფსევდონიმით. თქვენ იცით, რომ იაკობ გოგებაშვილი ვარიანიდან იბრძანდებოდა და მაშინ ამ ფსევდონიმით იბეჭდებოდა. თედო ჟორდანია უტევდნენ რუსი ნაციონალისტების ღონისძიებებს, ახდენდნენ მობილიზაციას სამეგრელოს თავადაზნაურობისას და სამღვდელოებისას. სამეგრელოს ეპისკოპოსის ბჭყალებში მეგრელი ბჭყალები დახურულია ბესარიონ დადიანის სახით. ეს იყო ცნობილი ხულიგანი, შავრაზმელი, ათხალიმი, ქართული შოვინიზმისა, მეთაურობდა მეგრულ თავადაზნაურობას, უცხად კარიერისათვის თავის შვილს ეუბნებოდა, უხერხულია ჩვენს თავს მეგრელები უწოდოთ, ბჭყალები დახურულია. ასევე ბჭყალები კვლავ გახსნილია. ამიტომ ის ქართველები, რომლებიც ნაციონალური საკითხის მცოდნეებად ითვლებოდნენ, ბჭყალები რასაკვირველია მცოდნეებად, არ ცნობდნენ სამეგრელოს საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი მცოდნე ნაციონალური საკითხისა ამხანაგი სტალინი სამეგრელოს აღიარებდა დამოუკიდებელ ეროვნებად. ბჭყალები დახურულია. ზემოხსენებული ქართველი ბჭყალებში ნაციონალისტების ამგვარ ბჭყალები დახურულია, ამგვარ მიდგომას ისაკი ჟვანია ფეოდალურ მოდგმას უწოდებს. ლენინური კომპარტიისათვის შეუფერებელს, რადგანაც თავად გაგება მეგრელისა მარგალი ფრჩილებში ნიშნავს უდაბლეს გლეხურ ფენას თავადაზნაურობა სამეგრელოსზე თავის თავს მეგრელად არ თვლიდაო. ბჭყალები გახსნილია ყველა პრივილეგირებული ფენა, ფრჩილები გახსნილია თავადაზნაურობა, სასულიერო წოდება, ინტელიგენცია ფრჩილები დახურულია თავის თავს ქართველად თვლიდა. აქედან გამომდინარე ჟვანია სიტყვით ამიერკავკასიის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ რადგან ბჭყალებში კულტურული ბჭყალები დახურულია, ზედა ფენა გაქართულა და არაკულტურული ფრჩილები გახსნილია, თუმცა უმრავლესობა უნდა მიხვეს კულტურულს და მოხდეს მისი ასიმილირება ქართველებთან. ეს კი არ არის ლენინურ-სტალინური შეხედულება. ამის შემდეგ ჟვანია განაგრძობს, ბჭყალები გახსნილია. საქართველოს ცივილიზებული სამყარო პროფესორ ჯავახიშვილის, ახვლედიანის, ბერიძისა და სხვათა სახით ამტკიცებს, ბჭყალები გახსნილია. მომავლის პერსპექტივებისათვის უნდა დავთმოთ თანამედროვე სამეგრელო, ვინაიდან ქართული კულტურა უმაღლესი კულტურაა. ფრჩილები გახსნილია. ცხადია, ეს სიტყვები გაყალბებულია.
ამას კომენტარს უკეთებს ზუსტად გამსახურდია თავად ტექსტი ეკუთვნის ზუსტად გამსახურდია კულტოგრაფები კულტუროფობი მაპატიეთ კულტუროფობები და ვულგარული მარქსისტი ისაკი ჟვანია ცხადია არ ეთანხმება ამ მოსაზრებას მისთვის კულტურა ერთგვარი ხორცმეტია ხელი შემშლელია ბრჭყალებში სოფლის სოციალისტურად გარდაქმნაში ბრჭყალები დახურულია და ამიტომ მას ურჩევნია სამეგრელო სიბნელისა და უკულტურობის ჭაობში დარჩეს. ოღონდ არ გაქართველდეს ბრჭყალები დახურულია. დადიანების სასახლის კულტურას მას გლეხის ფაცხას წვდიადი ურჩევნია. ვინაიდან იგი ხელს უწყობს მას და თავისი ბნელი ზახვების განხორციელებაში მეგრელების ცალკე ეროვნებად გამოცხადებაში. შემდეგ იგი მოსთქვამს ბრჭყალები გახსნილია. ამ ბურჟუაზიულ შოვინისტური ბრჭყალები დახურულია. პროფესორების გავლენით საქართველოს განათლების სამინისტრომ გააუქმაოს მეგრულას სწავლება სკოლებში 1021 წელს, რითაც გადაუხევა ლენინ სტალინის მოძღვრების გეზს. 1925 წელს აგვისტოში კვლავ წამოყო თავის სამეგრელოს საკითხმა. ბრჭყალებში სამეგრელოს საკითხი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის ხდომაზე გამოიყო სათანადო კომისიაც, მაგრამ თურმე ამავე წელს ისაკი ჟვანიას თქმით აჯანყდა შავრაზმელი ბრჭყალებში თავადაზნაურობა, ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში მეგრული ინტელიგენცია, ათწლობი თბილისში მცხოვრები, რომელთაც თურმე არავითარი კავშირი აღარ ჰქონია მეგრულ სოფელთან და მეგრელ გლეხებთან. გარდა იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე სისხლს სწოვდნენ მეგრელ გლეხებს. აი, ისაკი ჟვანიას თქმით, ეს ქართველი ფაშისტები ბრჭყალებში კოწია გამსახურდია, ხოკია, ჟორდანია და სხვანი შეიკრიბნენ ქალაქ თბილისში რუსთაველის თეატრში ცენტრალური კომიტეტის მიერ რაიმე გადაწყვეტილების გამოტანამდე და ეს შავი ბრჭყალებში თავადაზნაურული ხროვა გმობს სამეგრელოს საკითხს, როგორც საქართველოს განხეთქილების გათიშვის შემოტანას თბილისში მოქალაქეების წინაშე ცხადება პოლიტიკური და მორალური ტერორი იმათ წინააღმდეგ, ვინც ხედავს ხმის ამოღებას სამეგრელოს ავტონომიის შესახებ. ბრჭყალები დახურულია. გაცავად. შემდეგ ისაკი ჟვანია განაგრძობს ბრჭყალები გახსნილია. ზემოთ ჩამოთვლილი ფაშისტები იქამდე მივიდნენ, რომ შრომელი გლეხები, რომელთაც მოისურვეს მშობლიურ ენაზე სკოლა, სასამართლო, გაზეთი და სხვა საქმის წარმოება, სოფლის საბჭოებში გამოაცხადეს რეაქციონერება და პარტიის წევრი გლეხები, რომლებიც ემხრობოდნენ ამ საკითხს, გაირიცხნენ პარტიიდან. ამგზით შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, ამ აზრს განსაკუთრებით მიემხრნენ ქართველი ბოლშევიკი კოლონისტები, რომელთაგან ერთ-ერთმა ღამბარაშვილმა და ჟვანიას თქმით, ისაკი ჟვანიას თქმით, დიდად ავნო მეგრულ სეპარატიზმს. მიუხედავად ამისა, 1925 წლის 24 აგვისტოს ზუგდიდის პარტიულმა კომიტეტმა მაინც განიხილა სამეგრელოს საკითხი, ხოლო 1925 წლის სექტემბერში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კახიანი, ოკუჯავა, ელიავა, გეგეჭკორი, ორჯონიკიძე, მათიკაშვილი, სუხიშვილი, ივანოვ კავკასკი გამოიტანეს დადგენილება მეგრული ენის შემოღებისა სკოლაში, სასამართლოებში და შესაძლებლად ცნეს მეგრული გაზეთების გამოცემა. სამეგრელოს ავტონომიის იდეა დაგმეს ბრჭყალებში, ვითომაც მაგრამ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები განა უკვე არ მოასწავებდნენ ავტონომიას. მიუხედავად ამისა, ისაკი ჟვანია ვითომდაც დიდი ხანია დამწუხრებული ამგვარი დადგენილებით, რახან ავტონომიას არ მიეცა მწვანე შუქი, მით უმეტეს რომ შემდგომში შემოცნებულმა ბრჭყალებში ბურჟუაზიულ შოვინისტურმა პროფესორამ ბრჭყალები დახურულია, ისევე წამოყვეს თავი და ბოროტი ბრჭყალებში, ბოროტი გავლენა მოახდინეს განათლების სახალხო კომიტეტზე და ისევე ააგზავნინეს მეგრულად სწავლება სკოლებში. ბრჭყალები დახურულია, ბრჭყალები კვლავ გახსნილია მეგრელი, კომუნისტებიც დაშინდნენ და გაილუსნენ. 1928 წელს თბილისში თებერვალში მაპატიეთ მოსკოვიდან ჩამოვიდა საკავშირო კომპარტიის ვკპ-ს ინსტრუქტორი ფშენიცინი, რომელმაც მოიხილა სამეგრელოს სოფლები და გამოიტანა ბრჭყალებში ობიექტური დასკვნა. ბრჭყალები გახსნილია. მეგრელ გლეხს უნდა მივცეთ სკოლა, სასამართლო და პოპულარული ბროშურა მშობლიურ ენაზე. ბრჭყალები დახურულია.
ჭრილები გახსნილია და ბრჭყალებით. მშობლიური ენა ბრჭყალებში ფშენიცინისა და ძმათა მისთა ტერმინოლოგიით მეგრულია, ბრჭყილები და ხურულია და ბრჭყალები. ცენტრალური კომიტეტის მდივანი კახიანი წაახალისა ფშენიცინის მხრით გამხნევებამ და გამოიტანა ახალი დადგენილება 1929 წლის მარტს მეგრული ენის პრივილეგიების აღსადგენა სკოლაში, სასამართლოში, საქმის წარმოებისას, გაზეთების გამოცემისას საქმეში. ამ დადგენილებაში მეგრულს უკვე ენა ეწოდა და არა ენაკავი. ამაშია ამის პროგრესიო აღნიშნავს ისაკი ჟვანია. მაგრამ თურმე ისევ წამოყვეს თავი ქართველმა და ბრჭყალებში მეგრელმა შოვინისტებმა და აყვნენ. არ იქა ჩამოვიდა მოსკოვის იმპერიალიზმის წარმომადგენელი ფშენიცინი, რომელიც ცდილობს გათიშოს ერთიანი საქართველო. ბრჭყალები დახურულია. ამ ნაციონალისტურმა ბრჭყალებში შანტრაბამ ბრჭყალები დახურულია, ისევ გაიმარჯვა მოსთქვამს ისაკი ჟვანია და აი 1929 წლის 3 მაისის დადგენილებით მეგრული გაზეთის გამოცემა ისევ აიკრძალა. მაგრამ მეგრელი ბრჭყალებში ბოლშევიკები ჟვანიას ხაზით ბრჭყალები ასაკაც მაინც მტკიცედ იდგნენ ლენინურ-სტალინურ პოზიციებზე ნაციონალურ საკითხში და განაგრძობდნენ ბრძოლას მათი ახალი მშველელები მოევლინენ საკავშირო ცეკადან იბრაგიმოვი და მალინსკი. მათ მოხსენებაში ვკითხულობთ, ბრჭყალები გახსნილია. მართალია მეგრელები და ქართველები ტომობრივად ენათესავებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არაფრით არ განსხვავდებიან ურთიერთისაგან. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათ 1942 წლიდან 1808 წლამდე დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდათ. ბრჭყალები აქაც გახსნილია. აქ მათ ღალატობთ ისტორიის ცოდნა, სინამდვილეში სამეგრელოს სამთავროს საბოლოოდ გაუქმდა 1857 წელს. ზვიად გამსახურდია ნიშნავს ამას, ბრჭყალები დახურულია. ისინი ენით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მეგრელ გლეხობას არ ესმის ქართული და რამდენადაც ყველა პარტიული საბჭოთა და სხვა დაწესებულებანი ქართულად აწარმოებენ საქმეს, ფართომშრომელები მასები მოსწდნენ მას, იხილეთ ისაკი ჟვანიას ტერმინოლოგია ბრჭყალები დახურულია. როგორც ხედავთ, ყველა მოითხოვს ბრჭყალებში მასებისათვის ხელმისაწვდომ ბრჭყალები დახურულია დიალექტზე გადასვლას. არავის ახსენდება, რომ მოითხოვოს ნამდვილი მშობლიური სალიტერატურო ენის, ქართული ენის სწავლება მასებისათვის, რომელსაც ისინი მართლაც მოსწდნენ ისტორიული ბედუკმართობის შედეგად. მეგრულ ენაზე პოლიტიკური კულტურისა და გაზეთების უქონლობა ისეთივე ჩამორჩენილობად მიაჩნიათ, როგორც წარმოების ჩამორჩენილობა, აბრეშუმის ქარხნის უქონლობა, მელიორაციის უქონლობა და ასე შემდეგ. მაგრამ ისაკი ჟვანიას თქმით, არც ამან უშველა საქმეს და კვლავ ამოხურჭებს ცენტრიდან სამეგრელოს ავტონომიას. ბრჭყალები გახსნილია. რატომ არ არსებობს მეგრული ნაცია? კითხვას სვამს იგი. სამეგრელოს რომ ყველა ის თავისებურება გააჩნია, რისგანაც იქმნება ნაცია. პირველი კულტურისა და ყოფის ერთობა, მეორე ტერიტორია, მესამე ეკონომიკური ურთიერთობა, მეოთხე ენა და ასე შემდეგ. ამ კითხვაზე ბოლშევიკურ პასუხს არავინ იძლევაო. მოსთქვამს ისაკი ჟვანია ბოლშევიკური პასუხისა კი რა მოგახსენოთ და ეს კითხვა უფრო მნიშვნელოვან სხვა საკითხებს ბადებს, რით აიხსნება ასეთი სიყალბე ისაკი ჟვანიას გონებრივი ჩამორჩენილობითა და სიბნელით, თუ შეგნებული ბოროტი განზახვითა და საქართველოს უბოროტესი მხრით წაქეზებით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომელ კულტურაზე გვესაუბრება ჟვანია, ისაკი ჟვანია, როდის ხონია სამეგრელოს სხვა კულტურა, გარდა ქართული კულტურისა, ან იქნებ არსებობს მეგრული დამწერლობა, მეგრული არქიტექტურა, მეგრული ლიტერატურა, მეგრული ფერწერა და ასე შემდეგ. ამ ასეთ კითხვებზე პასუხების გაცემას თანმიმდევრულად არც აპირებს ისაკი ჟვანია და მარქსის, ლენინისა და სტალინის იდეების იმედი აქვს. უთანასწორო ბრძოლაში ქართულ ფაშისტებთან, ბრჭყალებში და ბურჟუაზიულ შოვინისტებთან ბრჭყალები გახსნილი აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა არც ისე უიმედოა კახიანის, მახარაძის, ორჯონიკიძის, ფშენიცინის, იბრაგიმოვის, მალინსკისა და სხვათა გარდა მან იცის, რომ ჰყავს კიდევ უფრო დიდი და მძლავრი მოკავშირე, რომელიც ჯერჯერობით დუმს. თუმცა ეს დუმილი ისაკი ჟვანიას თანხმობად ეჩვენება და თავის გუმანის შესამოწმებლად გადაწყვეტს პირადად ინახულოს ეს დიდი მოკავშირე და მოისმინონ მისი აზრი სამეგრელოს საკითხის შესახებ, მაგრამ ჟვანია
მორცხოვს, მას ერიდება პირისთვის მარტო შეხვედრა თავის დიდ მოძღვართან და ამიტომ პროვოკატორობაში თავის კოლეგასა და სეპარატიზმში თავის თანამებრძოლ ნესტორ ლაკობას მიმართავს შველისათვის. როგორც იტყვიან, გული გულს იცნობსო. ნესტორი ლაკობა იგულისხმება, რასაკვირველია, უსიტყვოდ გაუგებს თავის დაჩაგრულ ბჭალებში მოძმეს და ორივენი გაუდგებიან სოჭის გზად, სადაც ისვენებს პროლეტარიატის დიდი ბელადი. ბჭალები დახურულია, ისინი სოჭში ჩავლენ 1929 წლის 13 სექტემბერს პირველი მიღებისთანავე გაუარა ისაკი ჟვანიას შიშმა და მორცხოვამ ბჭალებში დიდმა ბელადმა მისი სამივე კონფერენცია მოიწონა და მისი სიტყვები ბჭალები გახსნილია თქვენი მოთხოვნა გაზეთის გამოცემის შესახებ აგრეთვე გლეხისათვის განკუთვნილი ლიტერატურის მეგრულ ენაზე თარგმნის შესახებ სწორია გაზეთი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს ნუ თუ არსებობენ ადამიანები რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან მახსოვს ჯერ კიდევ 1905 წელს პროკლამაციები გამოდიოდა მეგრულად საბჭოთა ხელისუფლების დროს კი განა შეიძლება რამის თქმა იგივე ითქმის სკოლებზეც პირველ დაწყებით სკოლებში პირველ 4 კლასში მეგრულად უნდა ისწავლონ საგნები რაც შეეხება სამეგრელოს ოლქს მეგრელ გლეხებს უფლება აქვთ იქნიონ და უკაცრავად იქონიონ თავიანთი ოლქი და ამ საკითხს მე მხარს დაუჭერ ცენტრალურ კომიტეტში აქვე მიიღო ისაკი ჟვანიამ მითითება ჩაის კულტურის გაძლიერების შესახებ და სხვა ადვილად შეიძლება სტალინის ზემოთხსენებული სიტყვები განსაკუთრებით ოლქის შესახებ ისაკი ჟვანიას ფანტაზიის ნაყოფი იყოს ვინაიდან მოგვიანებით განხორციელდა მხოლოდ გაზეთი ოლქზე კი საბჭოთა მთავრობა არ იძლეოდა სანქციას ისიც ცნობილია რომ მოგვიანებით სტალინმა თქვა ბჭალები გახსნილია ამ ჟვანიამ გადამკიდა სამეგრელოდან გამოსული ინტელიგენცია გამსახურდი აბაშელი სახოკია და სხვა და მათი აზრი მე უფრო სანდოდ მიმაჩნია ვიდრე ჟვანიას მომაშორე თავიდან ეს კაციო ბჭალები დახურია ალბათ ამანაც გადაწყვიტა ჟვანიას ბედი 1937 წელს ყოველივე ამას ისიც გვაფიქრებინებს რომ მცირე ხნის შემდეგ უკვე 28 სექტემბერს სოჭიდან დაბრუნებული კახიანი ეუბნება ისაკი ჟვანიას ბჭალები გახსნილია ბელადმა გვითხრა ისე მოიქეცით სამეგრელოს საკითხში როგორც უმჯობესი იყოსო ბჭალები დახურულია ასე რომ სტალინი როგორც ჩანს ყოყმანობდა უკირდებოდა საქმის ვითარება და ბოლოს საქართველოს ცენტრალურ კომიტეტს გადააბარა ამ საქმის გადაწყვეტა შემდგომში ოლქის საკითხი ჩაიშალა ფოთის ოლქში ჩამოყალიბებაც რომელსაც უნდა გაერთიანებინა სამეგრელო გურია და სვანეთი სამაგიეროდ 1930 წელს 1 მარტს ზუგდიდში გამოიცა პირველი მეგრული გაზეთი 17000 ეგზემპლარად ისაკი ჟვანია ლეგენდებს ავრცელებს ამ გაზეთის გავრცელების მასშტაბებზე მაგრამ თავად აღიარებს რომ ეს გაზეთი არავის უნდოდა ჩხოროწყუსა და სენაკში აბასაშაზე საერთოდ სდომს ვინაიდან იქ არსებობდნენ ქართული იქ ამბობენ რომ ქართული ყველამ ვიცით და მეგრული გაზეთი არ გჭირდებაო პროცენტული რაოდენობა გაზეთის მკითხველებისა ასეთია ჩხოროწყუ 2.2%, აბაშა 2.2%, მარტვილი 7.3%, სენაკი 1.3%, ფოთი 3.3%. გაზეთი უმთავრესად გალსა და ზუგდიდში ვრცელდება, მაგრამ როგორც ჩანს ამასობაში გაძლიერდა ინტელიგენციის ოპოზიცია, ამასთან ერთად თავად სამეგრელოდან გამოსულ კომუნისტთა ოპოზიციას, ისევე როგორც ინტელიგენციის ოპოზიციას სათავეში ედგა კონსტანტინე გამსახურდია კომუნისტთა და თანამდებობის პირ ოპოზიციას მეგრული ავტონომიის სადმის სათავეში ჩაუდგნენ სამეგრელოდან გამოსული კომუნისტები. აგრეთვე ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ბესო ლომინაძე, რომელთაც მძლავრი ლახვარი ჩასცეს სეპარატისტულ მოძრაობას, იმით რომ გამოუთხარეს ძირი ისაკი ჟვანიას როგორც სამეურნეო ხელმძღვანელის ავტორიტეტს, თუმცა ისინი უფრო ნაციონალიზმს ჭალებში უწურნებდნენ ისაკი ჟვანიას. ხობის კულტისა და არამაპატიეთ ნაციონალიზმს უწურნებდნენ ისაკი ჟვანიას. ჩოხის კურსა და კლასთა ბრძოლის შესუსტებასა და სხვა და ამიტომ ისაკი ჟვანია ყველა მათ ტროცკის კეტებს და ნახევარ ტროცკისებსა და პროვოკატორებს უწოდებს. იგი კვლავ ისვრის ბრალდებებს ბურჟუაზიულ თავადაზნაურულ ორიენტაციებში და მიჰყავს მაგალითი თავად
დადიანისა, სამეგრელოს თავადაზნაურობის მარშლისა, რომელიც წერდა გურიასა და სამეგრელოს ეპისკოპოს დადიანს. ბჭალები გახსნილია მე და თქვენს მეუფეობას, ისევე როგორც ყველა ჩვენს თანამედროვე მეგრელს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სახლებში ხელშინაურნი ვერ ბედავენ ბატონების თანდასწრებით მეგრულად საუბარს. მეგრელებს ხომ გლეხებს უწოდებენ, დაბალი წოდების გამოსახატავად მარგალი მდაბიორი ჩხილებშია ჩასრული და ბჭალებში. აქედან გამომდინარე, დადიანი წერს, ბჭალები გახსნილია მეგრულ ენაკავზე ლოცვანისა და სახელმძღვანელოების თარგმნა იქნება ანტიქრისტიანული აზრებისა და ღვთისმგმობელობის ხელოვნური გაღვიძება. ბჭალები დახურულია. მეგრელი გლეხი და მისი ენის უკეთესი დახასიათება არ შეიძლებაო თავადაზნაურობის მარშლისაგან აღნიშნავს ჟვანია. აქ იგი თვითვე აღიარებს, რომ მეგრული ეს ორივე ბჭალებშია გლეხის ენაა და არა ნაციისა. აბა ვინ არისო უფრო ახლოს თავადაზნაურობასთან, ლომინაძე თუ ჩვენ? იქვე ისაკი ჟვანია საინტერესო ეთნოგრაფიულ თეორიას ავითარებს. სამეგრელოს საკითხი ეს გლეხთა საკითხიაო, ბჭალები დახურულია, ამბობს იგი, გლეხი მეგრელები, ისევე როგორც სხვები, აფხაზები, ოსები, ლეკები და სხვანი პატარა ეთნოგრაფიული ეროვნებანი გამოირჩევიან თავისი ყოფით ენობრივი თავისებურებებით. ამიტომ მეგრელ გლეხებსაც ასევე თბილად უნდა მოექცეთ, როგორც სხვა პატარა ხალხებს. ბჭალები დახურულია. აქ ნამდვილად შეეჯახა ისაკი ჟვანია თავის დიდ მოძღვრისა და ბელადის კონცეფციას ეროვნების გაგების შესახებ, ვინაიდან ასეთი აბსურდი სტალინსაც არ უთქვას, რომ ამა და ამ ნაციაში ერთი კლასი შეიძლება ერთ ეროვნებას ეკუთვნოდეს, მეორე კლასი მეორეს, მესამე კი მესამეს, ასე შემდეგ. ისაკი ჟვანია მხოლოდ გლეხების მეგრელობას ამტკიცებს, ბჭალებში მეგრელობა დაბეჯითებით. ამავე ქვეყნის სხვა ფენების მეგრელობაზე ბჭალებში მეგრელობა კი სდომს თავადაზნაურობის ამავე ქვეყნის ქართულ ფაშისტებს, ბურჟუაზიულ შოვინისტებს, ტროცკისტებს და ასე შემდეგ უწოდებს. ასე რომ მისი ლოგიკით თურმე ზუგდიდში მიწის დამუშავებელი გლეხი მეგრელია, ხოლო მედუქნე, რომელიც დახლთან დგას, ან ოფიციანტი, რომელიც რესტორანში მსახურობს, აღარ არის მეგრელი. ბჭილებს გავხსნით, აღარაფერს ვამბობ თბილისში, წარსულ მეგრულ მოსახლეობაზე ბჭილები დახურულია. ამდენი კამათი წინაღწევ ჟვანიასთან ალბათ არც ღირდა, მაგრამ ვაი რომ იგი უმემკვიდროდ არ გადადებულა სეპარატისტულად განწყობილნი პირნი დღესაც არსებობენ სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამშირესი გალში, რომელთაც თავის ფარულ სახარებად ბჭალებში სახარებად უქცევიათ ჟვანიას ნაბოდვარი და მას ავრცელებენ კიდეც ხალხში რუსულ ენაზე. თუმცა ავიცნობთ, რომ მასების სიბნელე 20 ან 30-იან წლებში შეუდარებლად უფრო დიდი იყო ვიდრე დღეს. ამიტომ მათი პროვოკაციული მოქმედება ვეღარ დაგვირგვინდება ისეთი წარმატებებით, როგორც 50-იანი წლის წინათ. თუმცა იმ ხანად სამეგრელოს საკითხ ბჭალებში აქტიური მომხრეებიც ყავდა საქართველოს ოფიციალურ წრეებში. კახიანმა განაცხადა პლენუმზე 1929 წლის ოქტომბერში. ბჭალები გახსნილია. ზუგდიდის პარტორგანიზაციის მოთხოვნა სამეგრელოს საკითხზე თავადაზნაურობის პოზიციას კი არ ასახავს, არამედ გლეხებისასო. ხოლო საქართველოს კომპარტიის მე-6 ყრილობაზე 1929 წელს დელეგატმა წულუკიძემ ბჭალები გახსნილია. რაჭის სამაზრო კომიტეტის მდივანი დახურულია. ბჭილები წაახალისა ბჭალებში ზუგდიდელი ამხანაგები, ბჭალები დახურულია თავის პატარა ბჭალებში ავტონომიისათვის ბრძოლაში და აპლოდისმენტებიც მიიღო. იხილეთ სტენოგრამა მე-6 ყრილობისა გვერდი 24. რაც შეეხება ელიავას, მისი მერყეობა ახასიათებდა ამ საკითხში, მისი პოზიციიდან გასაგები ხდება ჩვენი აზრით ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რადაც არ უნდა დაუშვან, მაინც საბოლოოდ საბჭოთა მთავრობამ სამეგრელოს ავტონომია უნდა შექმნას. ელიავა ამბობდა, რომ დაუშვა და სამეგრელოს საკითხი დაცდა ისე, როგორც ამას მოითხოვენ ჟვანია და მისი მიმდევრები. მაშინ ეს იქნება აგრესიული ზომა ქემალისტური თურქეთის წინააღმდეგ, ვინაიდან იქ 300,000-ზე მეტი ლაზი ცხოვრობს. მეგრულად მოლაპარაკე, მაგრამ ელიავა აქ მარტო თურქეთს როდის დაგიდევდათ, ვინაიდან სამეგრელოსათვის ავტონომიის მინიჭებით იქნებოდა საფრთხე ლაზების გაერთიანებისა საზღვრის გაღმა და გამოღმა, რაც თანაბრად საზიანო იყო როგორც თურქეთისათვის, ასევე საბჭოთა კავშირისათვის. ესე იგი, რუსეთისათვის უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ძირითადი მიზეზი სამეგრელოს ავტონომიის შეფერხებისა
კავკასიისა და ეგრეთ წოდებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბრჭყალებში შექმნაც ემსახურება მიზანს ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის შექმნისას ორ ლაზეთს შორის, რომელთაც ასხვავებს მხოლოდ სარწმუნოება. საკავშირო მთავრობის წლებში სტალინის გარდა, როგორც ჩანს, სამეგრელოს ავტონომიას მხარს უჭერდა კალინინის, რომელმაც მე-16 პარტყრილობის დელეგატებს შორის მყოფ ელიავას ცივი წყალი გადაასხა ბრჭყალებში. შემდეგი სიტყვებით ბრჭყალები გახსნილია ჩვენ სამეგრელოს მივცემთ ოლქს. ბრჭყალები დახურლია, მაგრამ თბილისში დაბრუნებულ დელეგატებს კვლავ დახვდათ სიურპრიზი ოლქის გამოცხადების აკრძალვის სახით, ვინაიდან იმხანად საერთოდ აიკრძალა ახალი ოლქების გამოცხადება და უფრო დარაიონებაზე აიღო კურსი კომპარტიამ. ისაკი ჟვანიას აქვს თავისებური ლოგიკა, რომელიც უდაოდ გამართლებულია ველიკო ძერჟავული შოვინიზმის თვალსაზრისით. და არამც და არამ სამეგრელოს და სრულიად საქართველოს მოსახლეობის ინტერესებით იგი სვამს კითხვას ბრჭყალები გახსნილია განა აჭარის აფხაზეთის სამხრეთ ოსეთის ავტონომია არ განამტკიცებს საბჭოთა ხელისუფლებას ბრჭყალები დახურლია შემდეგ ისაკი ჟვანია იგივე ლოგიკით ბრჭყალებში განაგრძობს ბრჭყალები გახსნილია სწორედ საბჭოთა ხელისუფლების გამტკიცება საქართველოში უფრო მეტად თუ სხვებთან ერთად გვექნება სამეგრელოს ავტონომიაც ბრჭყალები გახსნილია აქაც ოღონდაც მიუგებთ ჩვენ თუ საბჭოთა ხელისუფლების გამტკიცებაში აქ იგულისხმება საქართველოს დანაწევრება, მისი ეროვნული ერთიანობის მოსპობა და მომავალში ნიადაგის შემზადება ქართველი ერის სრული ასიმილაციისათვის. მაშინ ისაკი ჟვანია მართალია. ასე რომ თუ აფხაზეთის ავტონომიის გამოცხადებით საქართველოს ჩამოსილდება დაახლოებით მისი მე-6 ნაწილი, სამეგრელოს ავტონომია მას თითქმის ნახევარს ჩამოაცილებდა და ესე იგი საქართველოს საზღვარი მოვიდოდა სამტრედიასთან. ასე რომ საბჭოთა ხელისუფლების გაძლიერება ჟვანიასნაირების ლოგიკით ბრჭყალები ლოგიკა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისა და ტერიტორიული მთლიანობის მოსვობის იმას ნიშნავს და მისი შენარჩუნების უკოპროპორციულია. ბრჭყალები გახსნილია საინტერესო აგრეთვე რომ ჟვანიას ნომენკლატურით ბრჭყალებში აჭარლებიც ისეთივე ცალკე ხალხია როგორც აფხაზები და მეგრელები. ვოსტორგოვი უკეთეს მემკვიდეს ვერ ინატრებდა და ისიც მეგრულ ჩოხაში გამოწყობილს ბრჭყალები დახურლია. ჟვანია ემდურის საქართველოს სახელგამს. 2 წელიწადში სულ 2 ბროშურა მოგცაო მეგრულ ენაზე. ერთ-ერთი მათგანი არის წიგნი ჭითა ჩხორია, ასე იგი წითელი სხივი, რომელზედაც დაწერა რეცენზია კონსტანტინე გამსახურდიამ და გაუგზავნა მთავრობას იხილეთ ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში 1182 წელი ნომერი 3 გვერდი 153. ამ რეცენზიაში ავტორი წერს ბრჭყალები გახსნილია ყოველგვარი ჰიპერბოლის გარეშე წინამდებარე წიგნის ჭითა ჩხორიას გამოსვლა ვოსტორგოვის ლეშმა რომ გაიგოს სამარეში სიხარულით გადატრიალდება სამგზის. ბრჭყალები დახურლია. ასევე გახსნილია კვლავ ასეთი ანტიქართული ქართული ენისათვის დამღუპელი ამბავი დიდი ხანია. ორჯერ არის ეს ნახსენები დიდი ხანია საქართველოში არ მომხდარა. ეს ეკუთვნის კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვების ტექსტების ამონარიდი არის ტექსტიდან. ბრჭყალები კვლავ გახსნილია მაგალითისათვის დღევანდელი ჰოლანდია მე-13-მე-14 საუკუნეებამდე მიდის გერმანიის განუყოფელი ნაწილი იყო და ფეოდალების წაკინკალავების წყალობით იგი გერმანიას გამოეთიშა. ბრჭყალები დახურულია. კვლავ გახსნილია ბრჭყალები რომანოვების რუსეთის ბნელი ხელით იქეთკენ გაემართა რომ ქართული ენისა და ეროვნების ფარგალი შეემცირებინა და ამგვარად სამარაჯამო სიმდაბლე მოეგვარათ ქართული კულტურისათვის. ამისათვის უჩიჩინებდნენ აფხაზებს, ხოლო სვანები რუსეთის გათახსირებულმა უკაცრავად ჰომოსექსუალისტს ვიხმარ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით აქვს ნათქვამი კონსტანტინე ეპისკოპოსმა ენგურში ჩამოყარეს მე-7 საუკუნეში მონათლული ხალხი თავიანთი ჭკუით ხელმეორედ მონათლეს. ამისათვის შემუშავდა ბრჭყალები გახსნილია კავკასიის კალენდრის ბრჭყალები დახურულია მახინაციებით სავსე სტატისტიკა. ბრჭყალები აქაც დახურულია კვლავ გახსნილია და ყოველივე ამას რეზიდენტი ის იყო რომ ქართველი ხალხი საქართველოში უმცირესობად გამოეცხადებინათ. კვლავ გახსნილია ბრჭყალები. მაფლოისტების, ესე იგი ბრჭყალებში მეგრელი ნაციონალისტების ბრჭყალები დახურლია. დაბნელებული გონება იმავე არგუმენტს იშველიებს, რომელსაც პურიშკევიჩები და ოსტორგონოვები ხმარობდნენ.
ესოდა მეგრელ გლეხს ქართული არ ესმის და ქართული წერა-კითხვა ჯვარში არ იციანო. აქ ჩვენ ყველას გვინდა 5 წლიანი გეგმის შესრულებამდე საქართველოში არც ერთი წერა-კითხვის უსამართლობარი არ დარჩეს. თქვათ ჯვარელმა ან გალელმა გლეხმა გაზეთი კომუნისტი ვერ წაიკითხა, მაგრამ ჭიტაჩხორია ხომ იმავე ანბანითაა დაწერილი. ჭალები გახსნილია. სად არის ამ უებრო ლოგიკის ავტორი წერს კონსტანტინე გამსახურდია. ისაკი ჟვანიას ზიზღი ინტელიგენციისადმი იქამდე მიდის, რომ იგი სიტყვა ინტელიგენტს საგინებელ სიტყვად ხმარობს და გვარწმუნებს, მართალია ქართველი და მეგრელი ინტელიგენცია მტერია სამეგრელოს ავტონომიისა და არ მიესალმება ჩაის ინსტიტუტის ზუგდიდში გადატანას, მაგრამ მას მიესალმებიანო ქართველი მუშები და გლეხები, თუმცა კონკრეტულად ისაკი ჟვანია ასეთ მუშებსა და გლეხების ვინაობას ვერ ასახელებს და არ ჩვენს გსმენია რაიმე ასეთების შესახებ, რომელნიც ესალმებოდნენ მეგრული ავტონომიისა და ჩაის ინსტიტუტის ზუგდიდში გადატანას. ქართველი მუშებისა და გლეხებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოირკვა, რომ თვით ზუგდიდის რაიკომის ბიუროს წევრების უმრავლესობაც კი არ იზიარებდა სამეგრელოს ავტონომიის იდეას. ამის შესახებ გაიგზავნა წერილი ცენტრალური კომიტეტში სტალინთან და საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ბიუროში სტალინთან და საქართველოს ცეკაში. აგრეთვე ზუგდიდის რაიკომში ჟვანიამ სასწრაფოდ მოიწვია თათბირი და დაგმო ეს ვერსია, როგორც ტროცკისტების ბჭყალებში, მემარჯვენე ოპორტუნისტების ბჭყალებში, ასევე მიერ შეთანხმებული ცილის წამება. ჟვანია გარეგნულად ყოველნაირად ემიჯნება მაფალონიზმს და ეგრეთ წოდებულ მეგრულ ნაციონალიზმს თავის მიმდევრებსაც ცდილობს ჩამოაცელოს ეს ლაქა, მაგრამ მაგალითად ჭანტურიას ფრჩხილებში, მაგრამ მისი იდეების ანალიზისას ცხადი ხდება, რომ იგი კომუნისტური იდეოლოგიითა და პარტიული მანდატით შენიღბული მაფალოისტია და სხვა არაფერი. ისაკი ჟვანია იცავს მეგრულ ენას ოპოზიციონერების ბოკუჩავასა და პარტახიას კრიტიკისაგან. თითქოს მეგრულ ენას არ გააჩნია განყენებული და ჩვეულებრივი აზროვნების გადმოცემის საშუალებები. ეს თავადაზნაურობის ბრალდების განმეორებით, რომელიც მეგრულ ენას არასულიერ ენად სთვლიდაო. ყოველივე ამას იგი ველიკოდержавულ შოვინიზმს უწოდებს ფრჩხილებში, ოღონ სიტყვა ქართულს ბჭყალებში არ ხმარობს. ფრჩხილები დახურულია. ბოლოს ჟვანია ბოკუჩავას ამარცხებს და პარტიიდან გარიცხავს. რამდენადაც სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ავტონომიის გამოცხადებისა, საქართველოს ბოლშევიკური მთავრობა იძულებული იყო ეღიარებინა, რომ თავად მეგრელებს არ სურთ სამეგრელოს ოლქი. ამას მთლად გააცოვა ჟვანია. იგი წერს, როდესაც 1893 წელს სამეგრელოს თავადაზნაურობამ და სამღვდელოებამ თავის ყრილობაზე გამოიტანა დადგენილება მეგრელი ხალხის სახელით სამეგრელოს სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. იგი ქრისტეს სარწმუნოების სახელით მოქმედებდა, რათა მეგრელები ათეისტებად არ ქცეულიყვნენ, ამიტომ აკრძალა უწმინდესმა სინოდმა მეგრულ ენაზე სწავლება. მაშინ ამ საქმეს ხელმძღვანელობდა ბჭყალებში მეგრელი თავადი გრიგოლ დადიანი, გურიას სამეგრელოს ეპარქიის ეპისკოპოსი. მაშინ გასაგები იყო, თუ ეს ხოროვა რად ახრჩობდა მეგრელ მშრომელ ხალხს. ბჭყალები დახურულია. დღეს კი გაუგებარია, განაგრძობს ჟვანია, რად იმეორებენო იგივეს ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელები. ჩვენთვის კი გასაგებია ყოველივე. დაინახეს რა ხალხისა და ინტელიგენციის ერთსულოვანი ოპოზიცია სამეგრელოს ავტონომიისადმი. ოფიციალური პირები უკუქცევის გზას დაადგნენ და გული მოუკლეს ჟვანიებს თავიანთი უარით. საინტერესოა, რომ ისაკი ჟვანია მარტო მეგრული სეპარატიზმის აღორძინებას რო დიაპირებდა, არამედ სვანურ სეპარატიზმსაც უყრიდა საფუძველს. ეს მოჩანს პარტიის ზუგდიდის სამაზო კომიტეტის გაფართოებული პლენუმის მასალებიდან. კერძოდ, ისაკი ჟვანიას გამოსვლიდან ამ ფორუმზე უარყო რა ფოთის ოლქის შექმნის შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაერთიანებინა სამეგრელო, გურია და სვანეთი ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში. ჟვანიამ წამოაყენა ახალი თეზა სვანეთ სამეგრელოს ოლქის შესახებ, რასაც იმით ასაბუთებდა, რომ სამეგრელო და სვანეთი მუდამ წარმოადგენენ ერთ ეკონომიკურ და გეოგრაფიულ მთლიანობას, რაც უძირითადესი პრინციპია ამ მხარის დარაიონებისათვის. ბჭყალები დახურულია. პლენუმი კატეგორიულად მოითხოვდა სვანეთ სამეგრელოს ოლქის ცენტრად ქალაქ ზუგდიდის გამოცხადებას, ვინაიდან ზუგდიდი იყო
და არის სვანეთისა და სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის გეოგრაფიულ, ეკონომიკურ, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრი. ეს გაერთიანება ისაკი ჟვანიას სიტყვით ხელს შეუწყობდა ჩაის მეურნეობის, ქაღალდისა და სხვა წარმოების განვითარებას და ასე შემდეგ. ამაზე მან, როგორც ჩანს, სვანეთშიც ბევრი აგიტაცია გასწია, ვინაიდან მიიღო სვანეთის აღმასკომისაგან სპეციალური მანდატი ბრჭყალებში. მანდატი სვანეთის მიზანში ამოღებაც არ გახლავთ შემთხვევითი, ვინაიდან შავრაზმელი რუსიფიკატორები მე-13 საუკუნისა უსლარი, ვოსტორგოვი და სხვანი სვანური ანბანისა და სვანური წირვა ლოცვის შემოღებაზე ცოცნებობდნენ. მათმა ღირსეულმა მემკვიდრეებმა ღირსეულად განაგრძეს მათი საქმე. ყოველივე ზემოთქმულის შემდგომ მაფალუიზმის იდეების ქადაგების შემდეგ ჟვანიას არ ავიწყდება ინტერნაციონალისტის ბრჭყალებში ნიღბის გაკეთება და ფარისეულურად აცხადებს, რომ ზუგდიდის პარტორგანიზაცია ბოლშევიკურად ამხელდა და აძევებდა ყოველთვის და ეგრეთ წოდებულ მაფალუისტებს, ისე მეგრელებს, ნაციონალისტებს, როგორებიც იყვნენ ექიმი შენგელია, თორდია, დადიანი და სხვა, მაგრამო დასცენ ჟვანია მას შემდეგ, რაც ზუგდიდის საიკომის ხელმძღვანელობას ჩამოაცილეს ის ხალხი, ვინც ზრუნავდა სამეგრელოს ოლქზე, ეს მაფალუისტები აღადგინეს და მშვიდად მუშაობენ თავიანთ ადგილებზე. საქართველოს მთავრობის წევრთა პოზიცია ასე თუ ისე გამოვლინდა სამეგრელოს საკითხში, ხოლო ბერიას პოზიცია გაურკვევლად და ბუნდოვნად რჩებოდა. მისი პოზიციის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემდეგი ფაქტებიდან გამომდინარე. საქართველოს კომპარტიის პირველ მდივნად თავის დანიშვნის შემდეგ ბერიამ მოსთხოვა ჟვანიას ოფიციალური ანგარიში სამეგრელოს საკითხის შესახებ და მოითხოვა მისგან ინფორმაცია, თუ რომელი რაიონებიდან აპირებდა ჟვანიას სამეგრელოს ოლქის შექმნას. ჟვანიამ დაწერა ანგარიში, რომელშიც ჩამოთვლილი იყო რაიონები ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, ნაწილობრივ მარტვილის, აბაშისა და ფოთის. თან დაურთო აგრეთვე ოქმები და ანგარიშები ბიუროს სხდომებისა და პლენუმებისა, აგრეთვე წერილები სხვადასხვა ინსტანციებში. ამის შემდეგ ბერიას არავითარი რეაქცია არ ჩანს, თუმცა ჟვანიამ მას და მახარაძეს კვლავ გაუგზავნა წერილები, მაგრამ ჩვენი საზრით ბერიას რეაქციაზე ყველაზე უფრო ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან ამის შემდეგ მალე გაათავისუფლა ჟვანია ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივნობიდან, ხოლო შემდეგ 1927 წელს წმენდაში ბრჭყალებში მოყოლოდა მოსპო ფრჩილები გახსნილად ცხადია, ეს მისი პატრიოტიზმის შედეგი კი არ იყო, არამედ ასე ჯობდა მისი კარიერისათვის დისკრედიტირებული საქმისა და დისკრედიტირებული კაცის გაწირვა ფრჩილები დახურულია. ამით დაისვა წერტილი ყაბადაღებულ სამეგრელოს საკითხს ბრჭყალებში, მაგრამ როგორც ვთქვით, არა სამუდამოდ უკანასკნელ ხანებში სამეგრელოს ზოგიერთ რაიონებში, რომლებიც დღეს ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიან, თავი წამოყვა ასევე სეპარატისტულმა განწყობილებებმა. რა არის ამის მიზეზი? ჩვენი საზრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია უკულტურობა, უმეცრება, ჰუმანიტარული განათლების სისტემის დაბალი დონე საქართველოში, განსაკუთრებით პერიფერიებში. სხვაგარად ვერ შეაფასებ ვინმე ჯოჯუას წერილს გუდაუთის გაზეთ ბზიფში და დგებუავას წერილს ხობის გაზეთში. დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის თავისი ეროვნული ვინაობა, თავისი ერის ისტორიული წარსული, ვინაიდან არავინ ზრუნავს მისთვის ამგვარი ცონის მიწოდებაზე. ყველაფერში თავი დავანებოთ, სამეგრელოს ყველა რაიონს აქვს საკუთარი გაზეთი, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ გაზეთებს მოკლედ პოპულარულ ფორმებში მაინც განემარტოთ მოსახლეობისათვის, თუ რას ნიშნავს ტერმინები საქართველო, ქართველი, მეგრელი, იმერელი და სხვა. ან დაებეჭდათ მოკლე ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ, უფრო მეტიც არათუ რაიონების, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას ალბათ არ გააჩნია წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა იყო სამეგრელოს სამთავრო, ლევან დადიანის კარი. ბევრმა არ იცის მაგალითად, რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყო ერთადერთი კულტურა სამეგრელოში, ხოლო ქართული ენა გაბატონებული იყო თვით ცალკე სამთავროს გამოყოფის შემდეგად, როგორც მთავრის კარზე, ასევე ეკლესიაში, ისე წარჩინებულ ოჯახებში, რომ მეგრელობა აკადემიკოს ბერძენიშვილის თქმით შუა საუკუნეებში კულტურულად არც კი არსებობდა. ქართული იყო სახელმწიფო და სამწიგნობრო ენა, სამეგრელო სამთავროსი. მეგრული ენა უფრო ხალხის სალაპარაკო ენა იყო. მეგრულის ესოდენ წამოწევა დღევანდელ სამეგრელოში გამოიწვია
ეკლესიისა და თავადაზნაური წოდების ინტელიგენციის ხელოვნურად განადგურებამ, კულტურის დაცემამ და განათლების შეფერხებამ. მაგალითად, კითხვაზე, რომელ ენაზე ლაპარაკობდა ცოტნე დადიანი, თანამედროვე საქართველოს თვითგანათლებული და კულტურული ადამიანის უმრავლესობაც ალბათ მოგიგებთ, რომ იგი ლაპარაკობდა მეგრულ ენაზე. ამასთანავე, ყველა დარწმუნებულია, რომ ცოტნე დადიანი მეგრელად ჭალებში თვლიდა თავს. ასეთ უმეცრებას კი იწვევს საქართველოს ისტორიის როგორც საგნის ფაქტიური გაუქმება ჩვენ სკოლაში. ჩვენი ისტორიის პოპულარიზაციის მცირე მასშტაბები, რაც ძალზე შორს მიმავალ მიზნებს ისახავს. ამ კოლექტიური უმეცრების ორგანიზატორები ხელმძღვანელობენ ჯორჯ ორველის სეული ლეგენდარული სახელმწიფოს უმთავრესი დევიზით უმეცრება უმეცრება ძალაა ჭალებში. მართლაც და დიდი იარაღია უმეცრება, როდესაც გინდა მთელი ერი გადააგვარო, დაუკარგო მას თვითცნობიერება და დაავიწყო თავისი ეროვნული ვინაობა, კუთხეები დაანაწევრო ყოველივე ამას უმეცრების დანერგვის გარეშე ვერაფრით ვერ შეძლებ. მეგრული სეპარატიზმი წვეთი წყალივით გავს აფხაზურ, მუსულმანურ, მესხურ სეპარატიზმს, სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე, ვინც კარგად იცნობს საქმის ვითარებას, მისთვის ცხადია, რომ ამგვარი სეპარატისტური იდეების მატარებელი ყოველთვის უკულტურო ბნელი ადამიანები არიან, რომელნიც თავის უმეცრებაზე აგებენ თავიანთ დოქტრინებს. მაგალითად, ერთ-ერთი მუსულმანი მესხი სარვაროვი ჩელებში ამტკიცებს, თითქოს მესხებმა პირველ საუკუნეში მიიღეს ისლამი და რომ ისინი პირველი საუკუნეიდანვე თურქები იყვნენ, მაგრამ საკმარისი ადამიანმა მიიღოს ელემენტარული განათლება, რომ იგი ამგვარ სეპარატიზმს გმობს და ემიჯნება. მაგალითად, ნამდვილ მუსულმან მესხთა შორის საშუალო და უმაღლეს დამთავრებულნი ერთხმად აღიარებენ, რომ ისინი ეროვნებით ქართველები არიან, წერა-კითხვის არ ამცოდნენი და უწიგნურნი კი, როგორც წესი, თურქებად თვლიან თავიანთ თავს, ვინაიდან ვერ გაურჩევიათ ურთიერთისაგან რელიგია და ეროვნება. სიტყვა თურქი ჭალებში მათთვის მაჰმადიანის ჭალებში სინონიმია. ასევეა აფხაზეთშიც. ნამდვილი და კეთილსინდისიერი აფხაზი მეცნიერები აღიარებდნენ, რომ არასოდეს აფხაზეთს არ უარსებია როგორც დამოუკიდებელ ეროვნებას, რომ არ არსებობდა აფხაზური კულტურა, დამწერლობა, აფხაზური ეკლესია, რომ აფხაზეთის ისტორია ისევე დასავლეთ საქართველოს ისტორიაა, რომ აფხაზეთის კულტურა ისტორიულად იგივე ქართული კულტურაა, რომ აფხაზებს არასოდეს არ ჰქონიათ სხვა სახელმწიფო და სამწიგნობრო ენა გარდა ქართულისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ძეგლები ქართული კულტურის ძეგლებია, რომ ადიღეურ აფხაზური აფსური მაპატიეთ ელემენტი და მისი ენა მე-17 საუკუნიდან წამოეძალა დღევანდელ აფხაზეთს, რომ გამოიწვია საქართველოს სამეფოს, რამაც გამოიწვია საქართველოს სამეფოს დაცემამ და დაკნინებამ, კუთხეებად დაქუცმაცემა. დღეს უკვე სადაო აღარ არის, რომ აფხაზეთი ქართული ქრისტიანული კუთხე იყო მე-15 საუკუნემდე, ხოლო მე-15-17 საუკუნეებში ეგრეთ წოდებული მთის ჩამოწოლის ჭალებში, ანუ ჩრდილოეთ კავკასიური ტომების ჩამოსახლების შედეგად მოხდა ქრისტიანული ქართული აფხაზეთის კვლავ წარმართობად მოქცევა. ამავე დროს მოხდა ეთნიური შეცვლა ქართული აფხაზეთის ადიღეურ არაქართულ აფხაზეთად ნიკო ბერძენიშვილი, პავლე ინგოროყვა ფრჩილებში. ოსმალებმა გამოიყენეს ფრჩილებში ადლერის მხრიდან ფრჩილი და ხურულია, დასავლეთის მთიანეთის აფსუები, აღმოსავლეთ სამხრეთი აფხაზეთის დასამორჩილებად და ქართული ფეოდალური აფხაზეთის კვლავ მოსაქცევად, მაგრამ აფხაზეთის თავადაზნაურობა კვლავ ძველი ტრადიციების ერთგული დარჩა, მან შეინარჩუნა ქრისტიანობა და ქართული ენა, იგი ქართველობდა განსხვავებით აფსუების მდაბიო წოდებებისაგან, რომლებისთვისაც უცხო იყო ქართული ელემენტი. დღევანდელი გაბატონება ადიღეური ელემენტისა აფხაზეთში გამოწვეულია აგრეთვე თავადაზნაურობისა და ეკლესიის მოსვლობით, რომელიც იყო მატარებელი ქართული ელემენტისა. ამას უარყოფენ მხოლოდ მტრის მიერ დაქირავებული პროვოკატორ სეპარატისტები, რომელთაც მძლავრი მხარდაჭერა აქვთ მოსკოვის ზოგი ამხანაგისგან ჭყალებში ამხანაგის მხრიდან. დღევანდელ მეცნიერებაში გარკვეულია, რომ თანამედროვე ქართული და მეგრული წარმოადგენს ერთ საერთო პროტოქართულ
ფრჩილებში მარის ტერმინოლოგიით ეგრეთ წოდებულ იაფეტური ფრჩილი დახურულია ფუძე ენის ორ განშტოებას, რომელთაგანაც ერთი ფრჩილი გახსნილა ქართული გახდა სამწიგნობო ენა, ხოლო მეორე ფრჩილებში მეგრული ფრჩილი დახურულია შემორჩა დასავლეთ საქართველოში როგორც ხალხის სალაპარაკო ენა, ისევე როგორც იტალიაში ეგრეთ წოდებული ლოგუდორული და კაპადანური, გერმანიაში შვაბური, ზემოსაქსონური და ასე შემდეგ, რომელნიც უფრო მეტად განსხვავდებიან გერმანულისაგან, ვიდრე მეგრული ქართულისაგან. ამასთან ყოველივე ზემოთქმული იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავაკნინოთ მეგრულის მნიშვნელობა ქართული ენის განვითარებაში. მეგრული ქართველური ენაა. მასში შემორჩენილია უძველესი პლასტები პროქართული ფუძე ენისა, აგრეთვე ქართულისა, აი რას ამბობდა მაგალითად აკაკი წერეთელი. მჭალები გახსნილია. მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგია ნამდვილი ქართული სიტყვები. მათ ნაცვლად სომხურ, თათრულ, სპარსული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურის ცუდად ეჩხირება და გულსას წყინს და მეგრულ ენაში კი შემონახულან მარგალიტად ის ძველი სიტყვები. ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მწერლებ მწიგნობრებს მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრიბონ სიტყვები, შეავსონ დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი. ბრჭყალები დახურულია მე მგონი ახალ დროში კონსტანტინე გამსახურდიამ, სიმონ ჩიქოვანმა, შალვა დადიანმა, ლეო ქიაჩელმა და სამეგრელოდან გამოსულმა სხვა მწერლებმა შესანიშნავად აღასრულეს აკაკის ეს ანდერძი თავის შემოქმედებაში. ალბათ ჟვანიასათვის, ვინმეს რომ ესწავლებინა თავის დროზე საქართველოს ისტორია, იგი თავის სეპარატისტულ ბოძებს არ ახვებოდა, თუმცა საქმეს ის აართულებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სამივე ტომის ხალხში შეიძლება შევხვდეთ უმაღლეს დამთავრებულ და ასე თუ ისე განათლებულ ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად აყალბებენ ისტორიას და ასარგებლობენ რა მასების სიბნელის ჩაუნერგავენ მათ სეპარატისტულ იდეებს. ასეთ შენიღბული პროვოკატორები მტრის წისქვილზე წაქეზებით მოქმედებენ და მისგანვე ზურ გამაგრებულნი სარგებლობენ სრული დაუზენებლობით. საჭიროა მათი გამოვლენა და მხილება. ამავე დროს ზოგიერთი ფსევდოინტელიგენტი ჩვენში, რომელიც ბრტყელ ფრაზებს არიშულებს საქართველოს სადიდებლად ხანგამოშვებით, ასეთ თეორიებსაც არ ვითარებს. რა ესაქმებათ მეგრელებს ქართულ ეროვნულ მოძრაობასთან? რა მეგრელების საქმეა საქართველოს კივილები მეგრელების გაკეთებული ქართული საქმე ვის უნახავს, რომ ბრჭყალები დახურულია. თუმცა ასეთები უპირატესად სწორედ ის მედროვენი არიან, ორ სკამზე ჯდომას რომ ცდილობენ და ორ ბატონს რომ ემსახურებიან და ასეთ თეორიებსაც ბრჭყალებში ალბათ ჩვენი მტრების დავალებით ავითარებდნენ. სწორედ ასეთები ცდილობენ შეუთავსონ ბრჭყალებში პატრიოტული მოღვაწეობა. ბრჭყალები დახურულია მტრის აგენტურობას. მსგავსი ვაი პატრიოტების მიზეზით საქართველოს ენგურს გადაღმა ნაწილში სამურზაყანოში მეგრელთა შორის უკვე შეინიშნება დაბნეულობა და უკმაყოფილება, რაც შეიძლება მეგრულ სეპარატიზმში გადაიზარდოს, რაც საბოლოოდ ლახვარი იქნება საქართველოსათვის. ქართული ეროვნული შეგნება ხომ ყველაზე დაბალ დონეზეა სწორედ დღევანდელ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრებში. სამურზაყანოც ხომ აფხაზეთად ბრჭყალებში ითვლება 1021 წლის შემდეგ, თუმცა იქ აფხაზური მოსახლეობა 1%-საც ვერ აღწევს, ხოლო ის დაუფარავია ალბათ, იმიტომ რომ წაშლილი აქ ანტიქართული აგიტაცია, რომელსაც ჩვენი მტრები ეწევიან აფხაზეთში იქაურ მეგრელობაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და გზას უხსნის მათ გააფხაზებისა და ბრჭყალებში გამეგრელებისაკენ. 1991-90 წელი ზვიად გამსახურდია. ასევე მინდა გაგაცნოთ ზვიად გამსახურდიას წერილი სამეგრელოს საკითხთან დაკავშირებით საუბრები სამურზაყანოში 1980 წელს წერილი მეორე. მე პირველი წერილი წაგიკითხეთ თქვენ გასულ გადაცემაში, ეს გახლავთ წერილი მეორე. ამა წლის 3 ნოემბერს ლიტერატურულ საქართველოში გამოქვეყნდა ჩემი წერილი სამეგრელოს საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მეც და რედაქციამაც მივიღეთ მკითხველთა წერილები. ჩემი წერილის შეფასება ძირითადად დადებითი იყო, მაგრამ იყო შენიშვნებიც, რომელთაც ორიოდე სიტყვით გავცემ პასუხს პატივცემულ ასვანუას
ძიგუას, ჭანტურიას, ფაცაციას უნდა მოვახსენო, რომ ამ წერილის ძირითადი ნაწილი დაიწერა 1991 წელს, ესე იგი ისეთ დროს, როდესაც ჩვენში ეროვნული მოძრაობა ძალზე შეზღუდული იყო და რაიონებში თითქმის პარალიზებული. ამიტომ ეს წერილი ასახავს ეროვნული ცნობიერების იმჟამინდელ დონეს, რასაც ისინი აღნიშნავენ მართებულად. იმ დროს მე მართლაც შევხვდი სამურზაყანოში და ოჩამშირეში რამდენიმე ადამიანს, რომელთაც შევაწყვე ის დაბნეულობა და მეგრული სეპარატიზმის ნიშნები, რომელთაც ვახსენებ ჩემ ნაწილში. ამჟამად გადაწყვიტე გამოვაქვეყნო მათთან საუბარი, ჩაწერილი 1980 წელს. მას შემდეგ ამ ადამიანებმა შეიცვალეს თავიანთი შეხედულებები და დღეს ჩვენს ეროვნულ მოძრაობაში არიან, ამიტომ მათ გვარებს არ ვასახელებ უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავაყენო. გალის გაზეთი, სამეგრელო სხვა გაზეთებიც იმ დროს სხვაგვარნი იყვნენ, ამიტომ მომიტევონ ამ გაზეთის დღევანდელმა მესვეურება ის, რასაც მე აღწერ სამურზაყანოსათვის უკვე განვლილი ეტაპია, მაგრამ სოხუმში და გუდაუთში არსებობს ეგრეთ წოდებული სამეგრელო აღორძინების კომიტეტი, რომელიც დაახლოებით ისეთივე არგუმენტაციით ცდილობს მეგრული სეპარატიზმის დასაბუთებას, როგორც ამას ქვემოთ იხილავთ, ასე რომ ამჟამად ჩემი წერილის გამოქვეყნება მისდათ ისახავს მათთან პოლემიკას და არა სამურზაყანოს მოსახლეობასთან, რომელნიც საბედნიეროდ დღეს ჩვენი ეროვნული მოძრაობის ავანგარდში არიან. ზვიად გამსახურდია. ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი ოდელა დელაო, ერთი მათგანის რო გაწდეს, მაშინე უნდა შველაო, რომ არ გაფუძდეს ჩონგური, ოდელა დელაო, აკაკი, მკითხველისგან მოტივების ვითხოვ, ვინაიდან აქ ანბარულ ჭეშმარიტებაზე მიხდება საუბარი, თუმცა სამწუხაროდ დღეს მრავალ შეხსენება სჭირდება ასეთი ანბანური ჭეშმარიტებისა, რომელიც შესაძლოა მათ ქვეცნობიერებაში სთვლემს. ყოველდღიურობაში კი ხშირად ავიწყებათ და ეს იწვევს მრავალ სავალალო შედეგს ჩვენი ეროვნული ორგანიზმის მთლიანობისა და ხელს უწყობს კუთხური სეპარატიზმის ტენდენციების განვითარებას, რაც ფეოდალური ხანის ერთ-ერთი ყველაზე მავნე გადმონაშთია. კუთხური ანტიპატიების გაღვიძება დღეს ჩვენი ერის უბოროტესი მტრების წისქვილზე ასხას კუთხური და კლანური ფსიქოლოგია, გამოვლინებათა ძირითადი მიზეზი დღესაც ჩამორჩენილობა, გაუნათლებლობა, გონება, შეზღუდულობა. ამას იწვევს აგრეთვე უმეცრება საქართველოს ისტორიისა, ქართული კულტურისა, ისტორიის სფეროში. ეს უმეცრება კი დღეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ჩვენს ბავშვებს რახანია სკოლებში აღარ ასწავლიან მშობლიურ ისტორიას. იგი საბჭოთა კავშირის, ესე იგი რუსეთის ჩილები დახურულია ისტორიით შეუცვალეს საქართველოს ისტორია, დღეს ნამდვილი საგანი აღარც არის. მისი ნიშანი ატესტატში არ შედის. აქვე არის ისე იგი მინიშნებული, რომ სკოლიოთი რამდენადაც წერილის ძირითადი ნაწილი დაწერილია 91 წელს, იგი ასახავს იმჟამინდელ ვითარებას. ჩვენი მტერმოყვარენი დღეს საკმაოდ დაუფარავად აცხადებენ, საქართველოს საერთოდ არ არსებობს. არის სხვადასხვა ტომები, ქართლელები, კახელები, იმერლები, სვანები, რაჭველები, გურულები, აჭარლები და ასე შემდეგ. ძახილის ნიშნითაა სხვათა შორის მათ ერთმანეთთან ძალიან მცირე აქვთ საერთო, ისინი სხვადასხვა ხალხებია, ამიტომ მიმსახურებენ ცალ-ცალკე ავტონომიას, მივცეთ მათ ეს ავტონომია, ფრჩილები გახსნილია რომაელთა დივიდეთ იმპერა, ეს იგი ბრჭყალები დახურულია, დამპყრობელთა საყვარელი დევიზი იყო მუდამ ბრჭყალები დახურულია. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკიდან იღებს სათავეს ის რუსი შოვინისტები, რომელნიც სახარების მეგრულ ენაზე თარგმნას ცდილობდნენ მე-19 საუკუნეში, რათა მეგრელი ქართველისათვის დაეპირისპირებინა მე-20 საუკუნეში უმემკვიდრეოდ, როდი გადაგებულან მათი საქმის გამგრძელებლებმა ჭალებში კომუნისტური მანიფესტი ჭალებში ათარგმნეს მეგრულ ენაზე ჩვენი ერის რენეგატებს. ქართველურ ენებს შორის განსხვავებით წახალისებულნი ისინი ცდილობდნენ დამოუკიდებელ სხვადასხვა ეროვნებათა ენებად გამოაცხადონ ეს ენები, უფრო მეტიც ოცნებობდნენ არარსებულ აჭარულ ჭალებში ენაზეს და ოცნებებისა და სინამდვილეს ვერ გამრჩევნი მოსკოვში გამოცემულ წიგნს ბათუმელი პოეტესას ვითომ შემთხვევით ზედაწერენ თარგმანი აჭარული და მჭალები დახურულია მრავალი წერტილით.
ერის მოწინავე შვილებს პატრიოტულ ინტელიგენციას დღეს არავითარი საშუალება არ აქვთ ეროვნული იდეების პროპაგანდისა მასებში ეროვნული შეგნების გაღვიძებისა სკოლა, კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებები, პრესა, რადიო, ტელევიზია გვერდსუვლიან ამ პრობლემებს. ამიტომაც რომ დღეს ხალხის მასებში, განსაკუთრებით ჩვენს რაიონებში მეტად დაბალ დონეზეა ეროვნული თვითშეგნება, აღარ არის ცოდნა თვით ელემენტარული ანბანური ჭეშმარიტების შესახებ ეროვნული საკითხების ეროვნული საკითხის გარშემო. საკმარისია მოიარო ჩვენი რაიონები დარწმუნებით თუ რაოდენ არასრულყოფილად ესმით საქართველოს ჭალებში ცნება ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, თუმცა უნდა ითქვას, რომ შეუგნებელ ადამიანებთან ერთად ამ ცნებას აყალიბებენ და აკნინებენ შენიღბული მტრებიც, ქართულ გვარებსა და ეროვნებას ამოფარებული ფსევდოინტელიგენტები, რომელთაც კარიერა დაუყენებიათ ერის სიყვარულზე მაღლა. ჩვენი ისტორიიდან ცნობილია თუ რა იოლად პოულობდნენ მტრები შინაგამცემლებს ქართველთა შორის. დღეს კი როდესაც ჩვენში შინაგამცემლების მიერ შინაგამცემლების მთელი არმია მტერს აღარ უჭირს თავისი მიზნების მიღწევა და შედეგის სახეზე. ამ სტრიქონების ავტორმა 1980 წელს რამოდენიმეჯერ იმოგზაურეს სამურზაყანოში გალის რაიონში და ვესაუბრე აქაური ქართული მოსახლეობის ზოგიერთ წარმომადგენელს უწინარეს ყოვლისა შემძრა იმ ფაქტმა, რომ მათ შორის ზოგ ქართველს აღარც უწოდებს თავის თავს. განმაცვიფრა აგრეთვე მათმა არგუმენტებმა ჭალებში. აქ მოვიყვან ზოგიერთ დამახასიათებელ დიალოგს ჩემსა და მათ შორის. მოქალაქე ენი თუ როგორც გენებავთ ისე გაიგეთ, ჭალები გახსნათ ჩვენ მეგრელებს ძალზე ცუდად გვეპყრობიან ქართველები თბილისში. ჩვენი ყოველი ჩამოსვლა მრავალ უსიამოვნებასთან დაკავშირებული მეტროში იქნება ეს თუ მაღაზიაში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. ჩვენი აქცენტიანი მეტყველება, ლს რბილი წარმოთქმა, პალატიზაცია ჩილებში, ზიზღნარევი ირონიის მეც არაფერს იწვევს. მე ერთი თვე ვიყავი თბილისში კურსებზე და ლამის გამოვიქეცი. ალბათ ამერიკაში არ ექნებათ ზანგებს ისეთი დისკრიმინაცია, როგორც მეგრელებს საქართველოში, რაც გვერდჩიან ჩვენ და საერთოდ დასავლეთელებს, რომ არ შეეგვევსო თბილისი, ხომ დიდი ხნის წინათ დაეპატრონებოდნენ მათ სომხები. რისი ბრალია ეს? მე ვპასუხობ, უწინარეს ყოვლისა ჭალები გახსნილია. უწინარეს ყოვლისა თქვენ არასწორად ხმარობთ ტერმინებს მეგრელი, ქართველი, სამეგრელო. შეგახსნებთ, რომ მეგრელი იგივე ქართველია, დასავლეთს ქართველი. ქართველი სამეგრელო საქართველოს კუთხეა, მეგრული და ქართველური ენაა, ხოლო ის ხალხი, ვინც თავისი უმცირების შედეგად ქართველს ვერ არჩევს ქართველისაგან, ესე იგი ქართველს უწოდებს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს, ჩვენი მტრების წისქვილზე ასავს წყალს, უმეცრებით ან შეგნებული ბოროტ განსახვით. მოქალაქე ჩელებში პედაგოგი. ჭალები გახსნილად, თქვენ წარმოიდგინეთ, თუ დასავლეთ საქართველოში ასეთ რამეს მხოლოდ უკულტურო და ჩამორჩენილი ადამიანებისაგან გაიგონებთ, სამწუხაროდ აღმოსავლეთ საქართველოში თვით ზოგი კულტურული ჭალებში ადამიანიც კი არა, მხოლოდ მეგრულს, არამედ ყველა დასავლელ ქართველს ტუნელიდან მაპატიეთ ასე არის მისი ნათქვამი გვირაბს არ ხმარობს ტუნელიდან გამომძრალს ჭალებში უწოდებენ ხოლმე ჭალები დახურულია ერთიანად. ტერმინი საქართველოს ჭალებში კრებითია მიმართავს ჩემს გალელ ნაცნობებს. იგი ყოველ კუთხეს, ყოველ ტომს აერთიანებს, ისევე როგორც ენა ქართული, ისევე როგორც აკაკის ჩონგური, რომლის სიმებით ჩვენი სხვადასხვა კუთხეებია. ჩონგური საქართველოს სიმებით ჩვენ ვართ ყველაო, სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნო, ოდელა თუმცა თქვენი დაბნეულობა გასაგებია ჩემთვის, საქართველოს ისტორია თქვენ არ გაგივლიათ სკოლაში, აბა საიდან გეცოდინებათ, როგორ წარმოიშვა ქართველი ერი, როგორ შეიქმნა კრებითი ტერმინი საქართველო, როგორ დაუპირისპირდა იგი ტომობრივი განკარგულებას ჩვენი ქვეყნისას. ტერმინი ქართლი ისტორიულად ჭალებში ქართლი ისტორიულად ორგვარი მნიშვნელობისა, იგი ნიშნავს საკუთრის ქართლს და კუთხური გაგებით კი მთელს საქართველოსაც ასე დაკანონდა ისტორიულად. ამიტომაც ამბობდა გიორგი მერჩულე, ჭალები გახსნილია ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხებებს, რომელსაც შინა ჟამი ქართულთა ენითა შეიწირვისა და ლოცვაი ყოველთა აღესრულების
ჭალები დახურულია. ეს დებულება წამოაყენა დიდმა ქართველ მწერალმა მაშინ, როდესაც ქართულ ეკლესიამ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს კულტურული ეროვნული ერთობის იდეას, როდესაც ქრისტეს მცნებამ საბოლოოდ გააერთიანა ჩვენი დაგსაქსული ტომები, როდესაც იხმარებოდა სიტყვები ყოველი ქართლი ჭალებში, ერთობლივი ქართლი ჭალებში. მაშინ მთელი საქართველო იგულისხმებოდა, როგორც ამას აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილი ქართველი ერის ისტორიაში ტომი მეორე. მოქალაქე D ჭალები გახსნილია. რაღა მაინც და მაინც ქართველი უნდა გვეწოდებოდეს ყველას, განა არ შეიძლება სხვა რამ ტერმინი ზვიად გამსახურდია. ეს ისტორიულად დაკანონდა, როგორც გითხარით, ვინაიდან ქართლი იყო გამაერთიანებელი ჩვენი ტომებისა. ჭალები დახურულია. მოქალაქე რატომ უწოდებენ უცხოელები საქართველოს გეორგიას? რომ ადრე ზვიად გამსახურდია. იმის გამო, რომ ის ასე უწოდებდნენ ჯერ კიდევ ძველი ბერძნების შუა საუკუნეებშიც. კი ქართველი ტომები გააერთიანა ქრისტიანობა. ქართულმა ქრისტიანობამ კერძო წმინდა გიორგის კულტმა საქართველოში, როგორც ამბობენ 365 წმინდა გიორგია, ესე იგი წელიწადის ყველა დღეს უწევს წმინდა გიორგობა. მართლაც დახედეთ, სამურზაყანონიდან საინგილომდე ყველგან წმინდა გიორგის ტაძრებია, ყველგან თაყვანს ზემენ მას. მართლაც რა უნდა იყოს უფრო დიადი ემბლემა ჩვენი ერის სულისა, თვით თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ვეშაპის განგვირველი. უცხოელებმა უთუოდ ჩვენი ერის ხასიათიც გაითვალისწინეს, როცა გეორგია უწოდეს საქართველოს. მოქალაქე ჭალები გახსნილია. რომელი საუკუნიდან ჩნდება ტერმინი საქართველო, როგორც სხვადასხვა ტომების გამაერთიანებელი ცნება? ზვიად გამსახურდია. ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია, მაგრამ ცნობილია, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა საქართველოს ცნება, როგორც გამაერთიანებელი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებისა. მაგალითად, როდესაც რუის ურბნის საეკლესიო კრების მე-12 საუკუნე ფრჩილებში ძეგლის წერაში ვკითხულობთ, ჭალები გახსნილია. ანდრია მოციქულმა შემოიტანაო ჭალები გახსნილია. ქადაგება ის ახარებისა ყოვლისა ქვეყანასა საქართველოსა ისათა. ამით იგულისხმება, რომ სამეგრელოც აფხაზეთით საქართველოდ იხსენებოდა. ვინაიდან წმინდა ანდრია აღმოსავლეთ საქართველოში გადმოცემით არ ყოფილა. ივანე ჯავახიშვილი გულისხმობს ჭალებში ლიხთიმერი საქართველოს შეიცავდა სხვადასხვა ქვეყნებს, რომელთა მიწაწყალი ეკუთვნოდა ამა თუ იმ რომელსამე ქართულ ტომს და თითოეულ მათგანს თავისი სახელი ჰქონდა. ეგრისი, ანუ საეგრო, ანუ არგუეთი, სამოქალაქო, იგივე იმერეთი, გურია და ასე შემდეგ. ზოგს ზემოაღნიშნულ სახელთაგან ფართო და შემკრებლობითი მნიშვნელობა აქვს. ზოგი კი ვიწრო არის შემოფარგლული საზღვრებით, მაგალითად ლეონტი ბროლს ეგრისის სამფლობელოს საზღვრად ერთგან დადებული აქვს აღმოსავლეთ მთა-მცირე ჭალებში, აღმოსავლეთ მთა-მცირე, რომელსაც აწ ჰქვია ლიხი, დასავლეთი ზღვა და ჭილებში ერთსასუნლი და მდინარე მცირისა ხაზარეთისა და წარწყუდების წვერი კავკასიისა და ეგრისი მთელს ლიხთიმერეთს უდრის. ხოლო სხვაგან იგივე ავტორი ამბობს, ჭალები გახსნილია. ქვეყანა ეგრისის წყალსა და რიონსა შუა ზღვათაგან მთამდე, რომელსაც შინაარს ეგრისი და სვანეთი ჭალები დახურულია. აქ ეგრის თავისი ბუნებრივი საზღვრები აქვს მიკუთვნებული. აღმოსავლეთით რიონს აღწევს, ხოლო არა ლიხის მთას. შემდეგ ჩრდილოეთით ეგრისის წყალი და სვანეთი საზღვრავს სამხრეთით, იგი ისევ რიონი. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ეგრისი დასავლეთ საქართველოა. ნიკო ბერძენიშვილიც ასევე განმარტავს მეგრელობა ჭალებში ფეოდალურ საქართველოში კულტურულად არც კი არსებობდა. აქ ისეთივე ფეოდალური საქართველო იყო, როგორც მას მეზობელ გურიაში, სამოქალაქო ფრჩილებში, იმერეთში ფრჩილი დახურულია, თუ სხვაგან ტომი მერვე ფრჩილები დახურულია.
თქვენ შესაძლოა არც იცით რომ უწინ სამეგრელოში სიტყვა მეგრელი გლეხს ნიშნავდა და თავადაზნაურობა არც უწოდებდა თავის თავს მეგრელს ოჯახებშიც კი მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა ვეფხისტყაოსანი სამაგიდო წიგნი იყო ყველა აზნაურის ოჯახშიც და არა მხოლოდ ლევან დადიანის კარზე მზითვშიც ქალს მხოლოდ ამ წიგნს ატანენ აბა თქვენსავითომ ემსჯელათ იტყოდნენ რომ ჩვენ მეგრელები ვართ ვეფხისტყაოსანი კი ქართულად წიგნია და აღარ გაატანდნენ ქალს ვეუბნები საყდურით და ღიმილით ჩემს თანამოსაუბრებს აქაც დუმს თავჩაკინდრული ოდნავ დარცხვენილი და ვგონებ განცვიფრებულიც შემდეგ განვაგრძობ აი მაგალითად ილია ჭავჭავაძემ თქვა ჭალები გახსნეს სამეგრელოში ვიყავი და ვნახე საქართველოს ჭალები დახურლია რა სიტყვით რახან ილია ჭავჭავაძე წარმოშობით კახეთიდან იყო განა ვერ შეიგრძნო რასული ისუფევდა სამეგრელოში ილიასთან კახელი ჭალებში არ უნდა გერჩიოთ რომელიმე ცუდ მეგრელს მაგალითად ისაკი ჟვანიას რომელმაც 20-იან წლებში ყაზახიში გაზეთი დააარსა შემდგომი ორგანოების მითითებით მეგრულ ენაზე და სამეგრელოს ავტონომია მოითხოვა აქაც სკოლიოა და მე თუ შეიძლება წაგიკითავ ისაკი ჟვანიას წინააღმდეგ იბრძოდნენ კონსტანტინე გამსახურდია ალექსანდრე აბაშელი სამეგრელოდან გამოსული სხვა მოღვაწეები ალბათ ისინი რომ არა დღეს სამეგრელოს ავტონომიური რესპუბლიკაც გვექნებოდა როგორც წინა წერილში აღნიშნე გაცავთ კლავ დუმილი მაგრამ ამავე დროს განვაგრძობ მე აი მაგალითად რას ამბობდა დიდი აკაკი მეგრულის შესახებ ჭალები გახსნილია მეგრული და სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა აღმოსავლეთ საქართველოს დაკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები მათ ნათლად სომხურ თათრულ სპარსული შემოუღია რომელიც ქართველის ყურს სუდათ ეჩხირება და გულს წყენს და მეგრულ ენაში კი შენახულან მარგალიტება ის ძველი სიტყვები ჩვენ ვურჩევთ ჩვენ წერალ მწიგნობრებს მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს რომ იქიდან ამოკრებილი სიტყვებით შეივსოს დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი ჭალები დახურულია მოქალაქე ჭალები გახსნილია რატომ გვავიწდება ძმებო რომ ჩვენ დამწერლობა არ აგვაქვს და არც გქონია განა წირვალოცვა ქართულად არ მიმდინარეობდა სამეგრელოსა და აფხაზეთში ქართული სარწმუნა ჩვენში მუდამ სიბნელეთ და ჩამორჩენილობად ითვლებოდა რატომ ვივიწყებთ ამას ბოლოს ყველანი ერთად მეკითხებიან რისი ბრალია ყოველივე ეს მტერს არ ძინავს პასუხობს მე ზუსტად გამსახურდია მტერს ეშინია ჩვენი ერთიანობისა გაიხსენეთ საბასიგავი ისრების კონის შესახებ გაიხსენეთ ჩვენი დიდი მეფეების თავგანწირული ბრძოლა კუთხური სეპარატიზმის წინააღმდეგ ჯვრითა და ხმლით მტერი ყოველთვის იყენებდა ფეოდალურ კუთხურ პარტიკულარიზმსა და სამთავროების ურთიერთობას წაქეზებით სადაურები იყვნენ მაგალითად ვახტანგ გორგასალი გიორგი ხანძთელი საბატ ბევარი ბაგრატ მესამე დავით აღმაშენებელი ცოტნე დადიანი თამარ მეფე დემეტრე თავდადებული გიორგი ბრწყინვალე ქართველები არა კახელები არა მესხები არა მეგრელები არა იმერლები არა ისინი ზოგად ქართველები იყვნენ ყველასათვის მისაბაძი არქეტიპული ქართველები და არა ცალკეულ კუთხური წარმომადგენლები ერის რჩეულნი ჩვენში მუდამ მთლიანი საქართველოს შვილები იყვნენ მთელი ერის სახელით მეტყოლნი და არა მხოლოდ რომელიმე კუთხის სახელით მე-13 საუკუნეში რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ შავრაზულმა რუსიფიკატორებმა მიზნად დაისახეს ჩვენი ქვეყნის კვლავ კუთხეებად დაქუცმაცება მათ მოისურვეს უწინარეს ყოვლისა სამეგრელოს ჩამოცილება საქართველოსათვის და როგორც გითხარით სცადეს სახარების მეგრულ ენაზე თარგმნას მაგრამ არაფერი გამოვიდათ ისინი აღვივებდნენ შუღლს სხვადასხვა ჩვენს კუთხეებს შორის გურიის აჯანყება ისევ ქართველების ხელით ჩაახშეს აფხაზეთში ყველა ეროვნებას ჰქონდა დასახლების უფლება გარდა ქართველებისა მესხებს გამაჰმადიანება გათურქებაში უწყობდნენ ხელს რჩელები გახსნილია ვითომდაც ქრისტიანები და ასე შემდეგ რჩელები დახურლია განა ახლა კი ცოტაა შავრაზმელები რომელთაც დროშაზე აკერიათ რომაული დევიზი დივიდე et imperia ჭალები დახურულია
თუმცა ასეთებს ავიწყდებათ, რომ კომუნისტური იდეები ძლიერ შორსაა კუთხური და ნაციონალური შუღლის გაღვიძებისაგან. მათი დამსახურება ის, რომ აფხაზეთში დღეს ქართველთა ჩაწერა აკრძალულია, ინგილოებს და გრიგორიან ქართველებს არა აქვთ უფლება პასპორტში ჩაიწერონ ქართველი და სხვა. ან თუნდაც სტალინის ეპოქაში მეგრელების დისკრიმინაცია და დევნა რად ღირდა, განა ეს რუსული შოვინიზმის წისქვილზე არასხავდა წყალს იმ რუსული შოვინიზმისა, რომელსაც თვით ლენინის გმობდა ყველაზე მეტად მეგრელების თურქულ ორიენტაციას. უგაცავთ თურქული ორიენტაცია ბჭყალებში არის რომ დასწამეს და მასობრივად აპატიმრებდნენ მაშინ, როდესაც სამეგრელოში ოდითგანვე თურქეთის ხსენებით აშინებდნენ აკონის ბავშვებს დედები, ბჭყალები დახურლია. მოქალაქე რით ახსნით, რომ ფაქტს დღეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ასე შემცირდა მეგრელობა, განსაკუთრებით მაღალ პოსტებზე, ზეად გამსახურდია. ყოველივე შორს მიმავალ მიზნებს ისახავს, როგორც გითხარით ჩვენს მტრებს, როდესაც დღესაც ეოცნებებად სამეგრელოს ავტონომიის შექმნა, მაგრამ მათ ისიც უწყით, რომ ეს შეუძლებელია ღიად ოფიციალურად. ამას შემზადება სჭირდება საჭიროა სამეგრელოს მოსახლეობაში უკმაყოფილების დათესვა, როდესაც ხალხი აყვირდება სად არის ჩვენი კუთხის ხალხი თავრობაშიო, მაშინ იტყვიან განა არ გიჩმჭალები გახსნილია, განა არ გიჩვენია თქვენი საკუთარი მთავრობა, საკუთარი ცეკა, საკუთარი ავტონომია, ისევე როგორც აფხაზეთს აქვს, აფხაზეთის ავტონომიას შექმნა, განა ამ ინსტინქტებს არ ითვალისწინებდათ პატიმოყარეობის ინსტინქტებს, აფხაზეთის მოსახლეობის 18%-ისთვის ავტონომიის მიცემა და მისი გაბატონება დანარჩენ 84%-ზე, განა საკუთების საუკეთესო საშუალება არ იყო აფხაზეთისა და ქართველების ურთიერთგადაკიდებისა საქართველოსათვის მისი ჩრდილო დასავლეთ ნაწილის ჩამოცილებისა, როგორი ურთიერთობაა დღეს აფხაზეთსა და ქართველებს შორის? მოქალაქე აფხაზებსა და ქართველებს შორის ცუდი ურთიერთობაა, აფხაზეთსა და მეგრელებს შორის კარგი. აი მაგალითად, ჩემი ერთი ნაცნობი აფხაზად დაეწერა, როდესაც ვკითხე ამის მიზეზი, მიპასუხა ქართველების მხრივ დამცირება აბუჩა თაგდება არისო. მე ვეღარ ვითმენ და ვაწყვეტინებ. ალბათ მაგ ვაჟბატონს უფრო კარიერისტული სული ამოძრავებდა, რაიმე თანამდებობას უმიზნებდა და ეგ საბანი გამოიყენოს თავისი მოღალატური ნაბიჯის გადასადგმელად. ჭალები დახურულია. ზეად გამსახურდია კვლავ აგრძელეს. მე ვეღარ ვითმენ და ვაწყვეტინებ. ალბათ მაგ ვაჟბატონს უფრო კარიერისტული სული ეს წაგიკითხეთ. ჩემი თანამოსაუბრეს დუმს თითქოს ჩუმად მეთანხმება კიდეც. აი ხომ ხედავთ ვეუბნები მე. ზეად გამსახურდია. რამ დაბალი მოსაზრებები ამოძრავებთ, როცა აშკარად ყიდიან თავის ეროვნებას და ერს. მრჩევლები გახსნიან, თუმცა გუნებაში იმასაც ვფიქრობ, იქნებ ის დამცირება და აბუჩათაგდება იყო მეტი, უკანასკნელი ბიძგი ამ გაუკομμართებული შეგნებისა და გადაგვარებული კაცისათვის. მრჩევლები დახურულია. შემდეგ განავერძობ. პირდაპირ განსაცვიფრებელია, რამდენი გესაუბრეთ ტერმინს საქართველოს, ქართველის, მეგრელის, აფხაზის მნიშვნელობაზე და თქვენ მაინც თქვენსაც გაიძახით, რომ გადაგაგვარათ ასე, რამ გადაგაგვარათ ასე. ყველაფერს თავი დავანებოთ. თქვენც ხომ იცით, რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში აფხაზეთისათვის უცხო იყო ანტიქართული განწყობილებები, მეფის მთავრობამაც კი ვერ შეძლო აფხაზეთსა და ქართველებს შორის ურთიერთწაკიდება, მას თვით ლაკობაც აღნიშნავდა. აფხაზები თავიანთ სამშობლოს საქართველოს ერთადერთ კუთხეს თვლიდნენ, განა თავადმა ალექსანდრე შარვაშიძემ არ განუცხადა რუსებს, მე აფხაზი თავადი კი არა ვარ, ქართველი თავადი ვარო, ბჭყალებით დახურულია. აბა ვინმეს გაებედა გამოჩენილი აფხაზი მწერლისა და მოღვაწის გიორგი შარვაშიძისათვის ქართველი არა ხარო, რა პასუხს მიიღებდა მისგან? იგი თავის თავს ქართველადაც თვლიდა და აფხაზეთაც. რამე თუ მისთვის აფხაზეთი საქართველო იყო. ნიკო ბერძენიშვილი საკმაოდ საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ აფხაზი ჭალები გახსნილია. აფხაზი მთავრის სასახლე ვეფხისტყაოსნის კულტურის კერა იყო, ფრჩილები გახსნილია ისევ როგორც ლევან დადიანის კარი ფრჩილი დახურულია. ქართული ფეოდალური კლასიკური ზრდილობა სუფევდა აფხაზი მთავრის სასახლეში. დასაშუალო საუკუნეების აფხაზეთში არ არსებობდა ფეოდალური კულტურა გარდა ქართულისა, გარდა ვეფხისტყაოსნის კულტურისა.
ჭალები დახურულია. Თქვენ ხომ ამბობთ, რომ უწინ აფხაზეთს ერქო მთელი დასავლეთ საქართველოს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღევანდელი გაგება აფხაზისა სულ სხვა, წარსულში კი სულ სხვა იყო. აფხაზი დღეს სურთ უწოდონ მე-17 საუკუნეში ჩერქეზეთიდან ჩამოსახლებულ ტომებს აფსუას, რომელსაც აფხაზეთში მოიტანა ადიღეური, ეთნიური, რელიგიური წარმართული ენობრივი ელემენტები. რომელიც ჩვენს მტევს სულს დაუპირისპირო ქართული ელემენტს, მაგრამ აფხაზეთში ყოველთვის ქართული ელემენტი იყო წამყვანი. ის აფხაზი მეფეები, რომელთაც შესახებაც ამდენ სიცრუეს წერენ, ახლად გამომცხარი აფსუა ისტორიკოსები ჭალებში, რასაკვირველია, სინამდვილეში ქართველები იყვნენ. ჭალები გახსნილია აფხაზი ლეონიდები და მათი უახლოესი გარემოცა, მხოლოდ ქრისტიანები კი არ ყოფილან, არამედ ქართველი ქრისტიანები ჭალები დახურული, ამბობდა ნიკო ბერძენიშვილი. ჭალები კვლავ გახსნილია. აფხაზი მაღალი საზოგადოება ქართული უნდა ყოფილიყო და იყო კიდევაც ჭალები დახურულია. განა გიორგი მთაწმინდელი არ ამბობდა სიმონ კანანელი ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთსო, იქნებ გიორგი მთაწმინდელიც არა ქართველი იყო. ზემოცენებული რომაული დევიზით მოქმედი დამპყრობელი კი სწორედ გვიან შემოწიალდა და ამ არაქართული ადიღეური ელემენტისაგან პრიორიტეტის მინიჭება ცდილობს აფხაზეთი მოწყვიტოს საქართველოს. ამიტომაცაა კანონგარეში გამოცხადებული ყოველივე ქართული აფხაზეთში. ამიტომ შლიან იქ ქართულ წარწერებს, ანგრევენ რუსთავის ძეგლებს. ამიტომ სდევნიან და ავიწოებენ იქ ქართულ მოსახლეობას, რათა ცხოვრების აუტანელი პირობები შეუქმნან და გააძევონ ისინი. ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან ჩილები გახსნილი ოჩამჩირის, გუდაუთის და გადგრის რაიონებიდან უკვე ხალხი მასობრივად გარბის. ამიტომაცაა, რომ აფხაზეთში დღეს ყველა ეროვნების მოქალაქეს შეუძლია ჩაწერა მიწის მიღება გარდა ქართველისა. ამიტომ ხდება ესოდენ არნახული გაყალბება აფხაზეთის ისტორიის, ამიტომ შეკოწის და ხელოვნურად ეგრეთ წოდებული აფხაზიერი, მაშინ როდესაც უწინ ეს იყო ერთ-ერთი კუთხე საქართველოსი, რომელსაც ტომობრივი ენა საქართველოს რომელსაც ტომობრივი ენა წამოუწიეს წინა პლანზე, ამ ენაზე შეუქმნეს ახალი ლიტერატურა ჭალებში, დამწერლობა ჭალებში, კულტურა ჭალებში, შეუქმნეს ავტონომიური სახელმწიფო. ეს ყოველივე კი განხორციელდა ისევ რენეგატი ქართველების ხელით, რომელიც კარიერისტული მიზნებით ეწერებოდნენ და ეწერებიან აფხაზებად. ან როდის გვთვლიდნენ ჩვენ აფხაზები თავიანთ მტრებად, როდის იყურებოდნენ რუსეთისაკენ, ან რას ნიშნავს აფხაზის სეპარატისტები ეს უტივარი მოთხოვნა აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესახებ, ვის მიერ არიან ისინი დარიგებული ან წაქეზებულნი, მე მგონი ეს ყოველივე იული მისახვედია. ერის ჩამოყალიბება ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს, ობიექტურად მოქმედი ისტორიული აუცილებლობით გამოწვეული, ვინმეს დირექტივებით და დავალებით შექმნა შეუძლებელია. ამით მხოლოდ ისეთი ნაცია შეკოწიდება, როგორც ამას დღეს ვხედავთ აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის უმეტესი პროცენტი იძულებით მოტყუებით ან დაპირისპირებით გააფხაზებული ქართველებია. მაგალითად, მამაჩემისაგან გამიგონია, რომ დიმიტრი გულია წარმოშობით ქართველი, იმ ამართლებდა თავის გააფხაზებას, მე აფხაზეთში დავიბადეო. მოქალაქე დიახ და მაღაზე ენამოსწებულად მიუგო სტალინ ბატონმა კონსტანტინემ, კი მაგრამ თავლაში რომ დაბადებულიყავი ცხენი იქნებოდიო. მოქალაქე სამაგიოროდ გულიას ძეგლი დაუდგეს თბილისში, მისი პროსპექტი და ხიდიც არსებობს და აი როგორ აჯილდოებენ ერის რენეგატებას. ამით ყველა ქართველს ეუბნებიან, უღალატე შენს ეროვნებას და განდიდება არ მოგაკლდებაო. მე განვაგრძობ აფხაზეთის ავტონომიის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ ავკაცს, რომელიც გვარია და ეროვნებით ქართველი იყო, რომელიც გულუხობის წყალობით დღეს საინგილოში მე-12 საუკუნის ქართულ ტაძრებს აფეთქებენ და ინგილო ბავშვებს ქართულ სკოლებს უნგრევენ. წითელ მანდატს ამოფარებული აზერბაიჯანელი მუსავატები, თვით მარქსისტი ირემაძეც შემდეგს აღნიშნავს, თავის წიგნში ბრძოლას ლენინის წარმართავდა. კიროვი ჭალებში გახსნიდა კიროვი სერიოზულ მოლაპარაკებას აწარმოებდა სომხეთის წარმომადგენლებთან.
ატარებდა მათთან თათბირებს. Რამოდენიმეჯერ გაერთიანებული სომხეთისა და აზერბაიჯანელების თათბირიც კი ჩაატარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანელი ამხანაგები ჯიუტობდნენ ეროვნული შეუზღუდველობის ტენდენციებს, ავლენდნენ და ვერ უდგებოდნენ სადაო საკითხებს ფართო ინტერნაციონალური პოზიციებიდან. ისინი კიროვს მხოლოდ იმაში დაეთანხმნენ, რომ სომხეთს უთმობდნენ ესე იგი შარულო დარალაგების მაზრას, ხოლო დანარჩენ სადაო ტერიტორიებში ნახიჩევანის მაზრას, ორდუბადს, ჯულფას, ზანგეზურს, ყარაბაღს აუცილებლად თავისად თვლიდნენ და რაიმე დათმობაზე ლაპარაკიც კი არ სურდათ. ამ მხრივ აზერბაიჯანულმა ამხანაგებმა ოდნავადაც არ მიბაძეს სერგო ორჯონიკიძეს, რომელიც საქართველოს სადაო ტერიტორიებს ქართველების დასახლებულ ადგილებს უკამათოდ უმტკივნეულოდ უთმობდა აზერბაიჯანელებს, სომხებს და ყველა მათ, ვინც ამაზე რაიმე პრეტენზიას აცხადებდნენ. ბარაქალა მის ინიციატივას ინტერნაციონალის, სხვათა შორის ლენინიც კი რუს შოვინისტ დერჯიმორზას უწოდებდა იმ ამ მოღალატეს ჩვენი ერისას, რომელმაც ენგურამდე მოიყვანა საქართველოს საზღვარი და საინგილო და ბერთუბანი გააჩუგა. იგივე ლენინი მოითხოვდა მისთვის პარტიული სასჯელის დადება საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის. მოქალაქე, როგორც ჩანს, დიდი ფაქტორია ენობრივი განსხვავება ჩვენს ტომებს შორის. მე მგონი ეგ არის მთავარი მიზეზი ყოველი იმისა, რაც თქვენ ბრძანეთ. ზუსტად გამსახურდია, ვერ დაგეთანხმებით ერთი შედარებას მოვიყვან გერმანიაში მოგზაურობის დროს ზემო საქსონიაში მომიხდა ასვლა. მე გერმანული ასე თუ ისე გამეგება. გარდა იმისა, თან მახსოვს სხვა გერმანელები ბერლინიდან, მაგრამ ვერც მათ და ვერც მე ვერაფერი გაუგეთ ზემო საქსონურ დიალექტსა და იმ წარწერებს, რომლებიც იქ ხდებოდა. მაგრამ აბა გკითხეთ, რომელსაც ზემო საქსონიელს გერმანელია ის თუ არა, იმაზე უფრო დიდ შეურაცხყოფას მათ ვერ მიაყენებთ. აი რა დონეზეა გერმანელთა ეროვნული თვითშეგნება. ჩვენში კი აგერ სამეგრელოში ჩამოხვალ და ნახავ ადამიანებს, რომელთაც მეგრელი და ქართველი სხვადასხვა ეროვნებისა გონიათ. განა მოხუცი თაობის წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს უპირატესად აი საგანგაშო მოვლენა, როდესაც უნდა ვებრძოლოთ მთელი ძალებით. ამას წინა თოჩამჩირის ახალგაზრდობაში ვიღაცამ გაავრცელა ჭორი კონსტანტინე გამსახურდიას პასპორტში მეგრელი ეწერაო. ამის გამო მომიხდა მამაჩემის პასპორტის ფოტოპიდის გადაღება და ოჩამჩირეში გაგზავნა, რათა იქაური ახალგაზრდები დამერწმუნებინა ამგვარი მტკიცების აბსურდულობაში. აფხაზეთის საკითხში ბრჭყალებში ფესვებით სამეგრელო საკითხშია ღრმად გადგმული. ქართული ეროვნული შეგნების დაბალი დონე სამეგრელოში იწვევს სამეგრელოს გაუცხოებას. საქართველოდან დაუკვირდით, რაოდენ დაბალ დონეზე დგას ქართული კულტურული ენის, ქართული წიგნის პროპაგანდა სამეგრელოში. ზუგდიდში ჰუმანიტარული ინტელიგენციის ყოველნაირად ზღუდავენ. მას არავითარი ასპარეზი არ გააჩნია. უმრავლესობა თბილისს წამოვიდა. დანარჩენების გამოქცევას აპირებენ ქართული ეკლესიის გახსნა ზუგდიდში თავგანწირვით ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი ხელისუფლება, ალბათ იმიტომ, რომ ქართული სული, ქართული კულტურა არ შემოეტანოს ეკლესიამ. ჩვენი მტრები დღესაც ანგარიშს უწევდნენ იმ გარემოებას, რომ ეკლესია მუდამ იყო არის და საქართველოს კულტურული ეროვნული ერთიანობის დიდი ფაქტორი, რაც შეეხება აფხაზეთს, იგი მუდამ განუყრელად იყო დაკავშირებული სამეგრელოსთან. სამეგრელოს გზით ეზიარებოდა ქართულ კულტურას, წიგნობრობას, ქართულ სულს. აფხაზეთში ქართული ეროვნული შეგნება სამეგრელოდან გამოსული მოღვაწეების წყალობით ვიზარებდა. ამის მაგალითად კმარა პეტრე ჭარაიას მოღვაწეობა სამურზაყანოში. ახლა კი პეტრე ჭარაიას მსგავსი ეპოქა გათავდა. ზოგიერთი ახლანდელი მეგრელი თავად ექცევიან აფსუა სეპარატისტების პროპაგანდის გავლენის ქვეშ და აფხაზდებიან, რაც ჩვენი მტრების უდიდესი მიღწევა ამ მხარეში. ასია თუ ისე გააცნობიერებული და ეროვნულ საკითხში გარკვეული ხალხი კი თბილისისაკენ მიილთვის. ბოლოს ალბათ მარტო თბილისის შერჩევა, მაგრამ ვაი რომ მთლიანად ისიც აღარ არის ჩვენი. ბრჭყალები დახურულია. ჩვენმა საუბარმა როგორც ჩანს ბევრ რამეზე დააფიქრა თან დამსწრენი. ბოლოს მეკითხებიან, რა ბრჭყალები გახსნიან, რა ვქნათ, როგორ ვიმოქმედოთ, როგორ ვებრძოლოთ ამ სენს. ბრჭყალები დახურულია, ბრჭყალები კვლავ გახსნილია. თავარია გავაგვიზოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მივცეთ ხალხს ზონა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა
აღარც მეგრელი, აღარც კახელი, აღარც გურული, აღარც აფხაზი, აღარც წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეება, დაქუცმაცება და მტვრისათვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში. ჭალები გახსნილია. ერთი მათგანის რომ გაწყდეს, მაშინვე უნდა შველა ბრძანებს აკაკი ერთი მათგანი უკვე გაწყდა, უფრო სწორად გაწყვიტეს. ეს არის აფხაზეთი, მას შველა უნდა. ჩვენ აფხაზ ძმებს შევაგნებინოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არა ვართ, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავდა მუდამ, რომ ჩვენ საერთო სამწერლობო ენა, საერთო კულტურა ქონდა მუდამ, საერთო ისტორია, რომ დღეს ისინი ასიმილაციის უფროსკილისაგან მიხავს ჩვენი საერთო მტრების მიერ დაქირავებული პროვოკატორის სეპარატისტებს, რომელთაც თავისი კარიერისათვის ხალხი გასწირეს. მაგრამ ვაი რომ მეორე სიმის გაწყვეტაზეა, ეს არის სამეგრელოს დროზე თუ არ მივხედეთ, მერე მთელი დასავლეთ საქართველოს პრობლემა დადგება. ჩვენმა მტრებმა სამეგრელოში თუ მიაღწიეს თავის მიზანს, მთელს დასავლეთ საქართველოს იოლად მოუვლიან სამეგრელოში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებაც კი აფხაზეთსაც უშველის. ამიტომ ნუ დავიშურებთ ძალას, უქადაგოთ ხალხს, ჭეშმარიტება გავუღვიძოთ, ეროვნული რელიგიური გზნობა გავათვითცნობიეროთ, რათა მეორეც სიმიც არ გაწდეს და არ გაფუჭდეს აკაკის ჩონგური მინაწერი. ზემოხსენებული უმეცრებით ოსტატურად სარგებლობენ დღეს ჩვენი მტრები. ზემოხსენებული პროვოკატორების აგიტაციამ უკვე გამოიღო თავისი შედეგი. 1990 წლის სტატისტიკური მონაცემებით აფხაზეთის ტერიტორიაზე 2000-მდე მოქალაქე ჭალებში მეგრელად ჩაეწერა. სოხუმში შეიქმნა სამეგრელოს აღორძინების კომიტეტი ჭალებში, ესეც რომელიც უშვებს პროკლამაციებს, სადაც ამტკიცებს, რომ სამეგრელო თურმე საქართველოს მიერ არის დაპყრობილი, რომ მან უნდა შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო და სხვა. ამის გამო საჭიროს მასობრივად გავათვითცნობიეროთ აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს ისტორიასა და დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, განვმარტოთ მათ თუ რა წყაროებიდან მოდის ამგვარი აგიტაცია და რას ისახავს მიზნად. ზვიად გამსახურდია.